პროგრამა ეპიცენტრი სიამოვნებით მოგესალმებათ. რატომ აპროტესტებს ხაიშის მოსახლეობა და ექსპერტთა ნაწილი ხუდონხესის მშენებლობას? რისკები და ეკონომიკური სარგებელი ქვეყანაში სიდიდით მეორე ჰიდროსადგურის აშენების შემთხვევაში. ჩვენ დღეს სწორედ ამ თემებზე ვისაუბრებ და ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმრები იქნებიან. გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტის უფროსი ქაბატონი თამარ შარაშიძე, ხუდონხესის პირველი პროექტის ავტორი ანზორ ჭითანავა, ჰესის დღევანდელი მშენებელი კომპანია ტრანს ელექტრიკას ტექნიკური ხელმძღვანელი დავით მირცხულავა, ექსპერტი ენერგეტიკის საკითხებში მირონ ფირცხალანი და ექსპერტი ეკოლოგიის საკითხებში ნინო ჩხობაძე. მოგესალმებით სტუდიაში და იმედია რომ საინტერესო საუბარი გამოგვივა. ჩვენ გვინდა ჩვენს მაყურებელს ვუთხრათ რომ მათ შეუძლიათ ჩვენს Facebook-ზეც იაქტიურონ და ჩვენს სტუმრებს დაუსვან მათთვის საინტერესო შეკითხვები. ენერგო დამოუკიდებლობა რომ ქვეყნის რეალურ დამოუკიდებლობას ნიშნავს, მით უმეტეს საქართველოსთვის ამაზე არავინ კამათობს, მაგრამ ნებათაღელობა ქვეყანაში სიდიდით მეორე ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით არ ცხრება. სოფელ ხაიშის მოსახლეობის დამოუკიდებლობა კატეგორიულია. ახლა ჩვენ საშუალება გვაქვს მოვისმინოთ მათი პოზიცია, რადგან ჩვენი გადამღები ჯგუფი იმყოფებოდა სვანეთში და შემდეგ განვაგრძოთ საუბარი. გზას, რომელსაც მესტიისკენ მივყავართ, პერიოდულად მთიდან ჩამოცვენილ ქვებზე თავის არიდება გვიწევს. გააქტიურებულ სტიქიას ადგილობრივები ჰიდროელექტროსადგურის ხუდონის მშენებლობის მიწისქვეშა გვირაბებს უკავშირებენ. ხუდონხესის მშენებლობის იდეა ჯერ კიდევ 40 წლის წინ გაჩნდა. დაწყებული სამუშაოები საზოგადოების ნაწილის პროტესტის გამო რამდენჯერმე შეჩერდა. ეროვნული მოძრაობის დაწყების დღიდან სვანეთის გადარჩენისა და დიდი ჰესების აშენების თემა ერთ-ერთი აქტუალური იყო. უნდა მოვითხოვოთ დაუყოვნებლივ შეწყდეს ყოველგვარი გიგანტური გესების მშენებლობა, ეს ენგურზე იქნება, რიონზე იქნება თუ სხვაგან. ჰესის მშენებლობას მაშინ ადგილობრივების მხოლოდ მცირე ნაწილი ეწინააღმდეგებოდა. მიუხედავად ამისა, ხაიში მცხოვრები რამდენიმე ოჯახი საცხოვრებლად თეთრი წყაროში გადასახლდა. მივიწყებული ხუდონის თემა 2011 წლიდან მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ჰესის მშენებლობის უფლება უცხოურმა კომპანია ტრანს ელექტრიკმა მოიპოვა. ქვეყნისთვის დიდ მოგებაზე გათვლილი პროექტი მესტიის ნაწილის დატბორვას გულისხმობს. წყლის ქვეშ მოექცევა ხაიშის თემის 7 სოფელი. საკუთარი საცხოვრებლის მიტოვება 250-მდე ოჯახს მოუწევს. არცა ცოცხალი თავით ვერსად ვერ წავალდა. თუ მკვდარს ამიღებენ სადმე სხვა არის და ცოცხალი თავით მე და ჩემი ოჯახი არსად არ ვარ წამსვლელი. 75 წლის ასაკში ახალ კარმიდამოსთან შეგუება აშინებს ვეზდენ სამსიანს და საკუთარი სახლის დატოვების კატეგორიული წინააღმდეგია. მე არ შემიძლია სხვაგან შევეგუო ცხოვრებას. მით უმეტეს ახლა ასაკოვანი ვარ და ვერ შევეგუები ვერსა, თან ნავადვარ. მე ახლა სასიკვდილოდ სხვაგან ვერ წავალ ვერსად. ადგილობრივები ამბობენ, რომ მათთან მოლაპარაკებაზე არავინ მისულა. შესაბამისად, არც ინვესტორის შეთავაზებაა მათთვის ცნობილი. ყველაზე მტკივნეული საკითხი კი ხაიშელებისთვის სოფელში მე-12 საუკუნის წმინდა გიორგის ეკლესიაა და ეკლესიის ეზოში წინაპართა საფლავები. კუთხე საქართველოსი, რომელიც 3000 წლის ისტორიას მოითვლის, აღარ იარსებებს მერე. ამას ვერ ვეგუები მე და ვერ ეგუება ვერც ერთი ქართველი პატრიოტი. ამის შეგუება არ შეიძლება. არა მთელი საქართველო რომ მომცენ, მაინც მირჩევნია რომ ტაძარი გადარჩეს და სასაფლაო. არაფრად არ გვინდა ჩვენ. არავითარი თანხა და ფულზე ლაპარაკობ. პირველი მაგი მე ვიცი რომ ეკლესია არ გაიყიდება. არავითარ ფულზე არ გაიყიდება ეკლესია. ის თვითონ კალაძე რო ფიქრობს იგე რომ იქო ზოგიერთი დაჯგუფებები არისო რაღაცა თუ ხალხი თანახმარიო, არავითარ შემთხვევაში. პირადად მე 3 მიცვალებული მყავს. სად უნდა წავიღო? დედა, მამა, შვილი ყველა აქ მიმარხია. ჩემზე უფრო მეტი მიცვალებულები ყავს ყველასაგერ. არავითარ შემთხვევაში არ დაიპარება. ეკლესიას ვაკეთებთ აგერ. ეკლესია უნდა იყოს გამართული წელში. არაფრით არ შეიძლება. ტაძარი განასახიერებს უფლის სხეულს, თვით იესო მაცხოვრის, იესო ქრისტეს სხეულს განასახიერებს და ტაძრის ხელყოფა არის თვით მაცხოვრის და თვით ღვთის ხელყოფა. ამის სამწუხაროდ ჩვენ ამის მწარე გამოცდილება გვაქვს. გულისხმობ იმ კომუნისტურ რეჟიმს,
და ყველამ დაინახა ტაძრის ხელმყოფელ მთავრობას და ტაძრის შეურაცხმყოფელ და ღვთისშეურაცხმყოფელ ადამიანებს რა ემართებათ და რა დაემართა. მშობლების პოზიციას ხაიშელი მოსწავლეებიც იზიარებენ. სადაც არ უნდა გადაგვასახლონ და როგორი სოფელიც არ უნდა გაგვიშენონ, არ გვინდა არავის დავტოვოთ ის ადგილი, სადაც გავიზარდეთ და სადაც ცხოვრობთ. გვეუბნებიან, რომ იქნება ძალიან კარგი ანაზღაურებები, მაგრამ ჩვენ არავითარი ანაზღაურების ხარჯზე, არ გვინდა არავითარი ანაზღაურება, არ გვინდა ამ სოფლის დატოვება. ჩვენ არ გვინდა ესო აშენდეს, იმიტომ რომ აქ გავიზარდეთ და აქ გაიზარდნენ ჩვენი წინაპრებიც. და ესე უბრალოდ ერთი ხელის მოსმით არ გვინდა რომ დაგვიტყვეონ და დაუკარგოთ ყველაფერი, რაც ჩვენ წინაპრებმა ამნი ხანი იბრძოლეს და შეინარჩუნეს. შიგარდი მარტვი ხატი, ნამწამი, განხელჩუ მაგინა, განხელჩუ ყვაკდი, დიდაბუახთა და ხატის დამძორცი. ახლა ხაიშელების უმრავლესობას წმინდა გიორგის ეკლესიაში თემის უხუცესებთან ერთად დადებული სვანური ფიცი აერთიანებთ. ფიცავ არ დაუშვებ, დავიშურებ ძალღონეს და ჭკვაგონებას, რომ ხაიშის წმინდა გიორგის მოქმედი ტაძარი, სასაფლაოები, ხაიშის თემი და მასში შემოვალი სოფლებით არ მოექცეს წყალქვეშ. ფიცის წინამძღოლს წინააღმდეგობა იყო, არის და იქნება. სანამ ეს არ გამთავრდება მაგაზე ლაპარაკი. არის ალტერნატიული პროექტები, ჩვენ ვიცით რომ სჭირდება ქვეყანას ენერგია. არის ალტერნატიული პროექტები, ააშენონ ალტერნატიული ბოლომდე გავაპროტესტებთ. და რა ფორმით? ჩვეულებრივი ცივილიზებული ფორმებით. არავის არ ვემხრებით, უბრალოდ დავდგებით ეს და ჩაგუმარხონი ჩვენც თუ იქნება ცივილიზებული. ორი კვირაა შეფიცულების სოფელ ხაიშის შესასვლელში მორიგეობით ათევენ ღამეს. კარავიკი იმ შენობის წინ დადგეს, რომელიც მათი ვარაუდით შესაძლოა ინვესტორმა მომავალში ოფისისთვის გამოიყენოს. უკან დასახევი გზა არ არის და ეს უნდა გაითვალისწინოს მთავრობამ, თუ ხალხის სამსახურშია და თუ თავის ჯიბის სამსახურებში არიან, მაშინ არ ვიცი რას იზარდენ. თუ ჩამოვა ბატონი ივანიშვილი და დაგვალაპარაკება კარგი იქნება და თუ არა დასვებს, მე არ ვენდობი მაგალითად და სხვების არ ვიცი. მე მგონია, რომ ამ საქმეში პატრიარქის ჩარევაც აუცილებელია. ერის მამა. გონი მას უსმენს მთავრობას, მე მგონი ჩემი აზრია ასეთი და ხალხის. და პატრიარქს ვთხოვთ, რომ დააკეთოს ამაზე განცხადება. ბოლო თვეებში ხაიში რამდენიმე საპროტესტო აქცია გაიმართა. ადგილობრივები მხარდაჭერას სვანეთის გადასარჩენად მთელი საქართველოსგან ითხოვენ. შეგახსენებთ, რომ ეს იყო ის სიუჟეტი, რომელიც ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა ხაიში მოამზადა. სიმართლე გითხრათ, როდესაც ჩვენი ჯგუფი სვანეთში მიემგზავრებოდა, ნამდვილად არ მეგონდა თუ ასეთი კატეგორიული იქნებოდა ხაიშის მკვიდრთა აზრი, თუმცა ჩვენ დღეს სწორედ იმიტომ მოვიწვიეთ სტუდიაში სპეციალისტები, რომ ერთად ვიმსჯელოთ. რამდენად სწორია ხაიშის მკვიდრთა პოზიცია და რამდენად სჭირდება საქართველოს ეს პროექტი, რა სარგებელს მოუტანს იგი მთლიანად საქართველოს და წარადგება თუ არა ის ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობას. პირველი შეკითხვა მე ბატონ ანზორ ჭითანავასთან მექნება, როგორც ამ პროექტის პირველ ავტორთან. ბატონო ანზორ, შეიცვალა თუ არა სიტუაცია მას მერე, რაც თქვენ ეს პროექტი გააკეთეთ და თუ მიგაჩნიათ, რომ ამ პროექტის განხორციელება დღეს აუცილებლობას წარმოადგენს და რას უპასუხებდით ხაიშის მკვიდრთ აი მათ პრეტენზიებზე? მოგესალმებით, განსაკუთრებით მივესალმები ხაიშის მოსახლეობას. ჩვენ გვაკავშირებს ერთობლივი მუშაობის ძალიან დიდი პერიოდი. ეს იწყება 1978 წლიდან და დღემდე გრძელდება. რაც შეეხება ხაიშელების პოზიციას, პირდაპირ მინდა დავაფიქსირო ჩემი დამოკიდებულება, რომ ხაიშელები თავისთავად მართლები არიან იმაში, რომ მათ უნდათ კარგად გაერკვენ, კარგად მიიღონ პასუხები ყველაფერზე და მართლაც დავიჭირე მე ის მომენტი, როდესაც ლაპარაკია იმაზე, რომ ერს უსმენენ, ხელისუფლებას უსმენენ და თუ ხელისუფლება და ერის წინამძღვრები დაფიქსდებიან და შეაფასებენ ამ სიტუაციას, შესაძლებელი იქნება საერთო ენის გამონახვა. ეს განწყობა და ეს სულისკვეთება რეალურად მართლა არსებობს და დღესაც იგრძნობოდა და მას ნამდვილად მივესალმები. ერთი რამე მინდა გითხრათ, რომ
ეს თვითმიზანი ხუდონის ობიექტი არასოდეს არ ყოფილა. ეს პასკვილები იმის თაობაზე, რომ ეს არის საბჭოთა პროექტი, რომ საბჭოთა კავშირი და რუსეთი ამას თავისთვის აკეთებდა და რომ ენგურჰესი ჩვენი არ არის და ხუდონის ჩვენი არ იქნება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის ესე იგი საქმეში ჩაუხედავი ადამიანების აზრები, რომელსაც არავითარი გამართლება არ აქვს. დღეს მსოფლიოში ყველა ქვეყანაში მიდის ენერგეტიკული უზრუნველყოფისათვის ბრძოლა და ყველა ცდილობს, რომ როგორმე თავისი თავი დაიკმაყოფილოს საკუთარი რესურსებით და შეძლოს ქვეყანაში ისეთი დონის მიღწევა, როდესაც გარანტირებული იქნება უსაფრთხოება და გარანტირებული იქნება დამოკიდებულების ვექტორის შემცირება. აი სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა ხუდონი საბჭოთა პერიოდშიც და ამ მიზანს ემსახურება ხუდონი დღესაც. ეხლა თქვენ იტყვით, რომ თუ საბჭოთა პერიოდში ამ მიზანს ემსახურებოდა, ესე იგი თქვენ თავიდანვე შეძელით ამის დაფიქსირება, რომ ხუდონის პროექტი ყოფილიყო ზუსტად იმ ამოცანებისთვის მორგებული, რომელიც 30-40 წლის წინ დადგებოდა ჩვენი ერის და ჩვენი ქვეყნის წინაშე. შევძელით, იმიტომ რომ არსებობს ელემენტარული წესი პოტენციალის, მდინარეთა პოტენციალის ათვისების თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს ამ პოტენციალის ათვისებას, დაგროვებას და მის გამოყენებას. იმიტომ რომ სხვანაირად ეს მდინარეები ჩვენი და საერთოდ მსოფლიოში ყველა მდინარე ეს არის ცვალებადი რეჟიმის წყალსატარი, რომელიც თუ არ დაარეგულირე, თუ არ მოუარე, თუ არ გამოიყენე, ის უქმის სვლით ჩაივლის და არავითარი სარგებლის მომტანი არ იქნება. ამიტომ, როდესაც ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ენგური აგვეშენებინა და ენგური აშენდა და 35 წლის მანძილზე ჩვენ მივედით იმ დასკვნამდე, რომ ის პროგნოზები, რომელიც იყო ჩადებული პროექტში, ყველაფერი გამართლდა და უფრო უკეთესობისკენ წავიდა სიტუაცია, როდესაც ანომალიური პროცესები არ განვითარდა, როდესაც მოხდა აღდგენითი პროცესების შეხამება გარემოსთან და ზვავს საშიში და მეწყეს საშიში უბნები, რომელიც თითქოს და დაფიქსირებული იყო ამ წყალსაცავის ზონაში, აღარ აღმოჩნდა. ეს ნიშნავს იმას, რომ პროგნოზირება და ჭვრეტა, მომავლის ჭვრეტა ჩვენ საზოგადოებას და ჩვენ სპეციალისტებს შეუძლიათ და ასეთი მიდგომით იქნა გაკეთებული ხუდონიც. გასაგებია ბატონო ანზორ. ქალბატონ ნინო, თქვენთან მექნებოდა შემდეგი შეკითხვა. როდესაც საუბარია უსაფრთხოებაზე და რა თქმა უნდა, ქვეყნის უსაფრთხოების ერთ-ერთი ფუძემდებელი, ეს არის მყარი ეკონომიკა და ენერგეტიკა, რა თქმა უნდა, განაპირობებს დამოუკიდებელი ენერგეტიკა, მაგრამ არსებობს კიდევ უსაფრთხოება ეკოლოგიური. ბატონი ანზორი აღნიშნავდა, რომ აი ენგურჰესის გარშემო არსებული შიშები არ გამართლა და არანაირი ცვლილება არ მოხდა, ეკოლოგიური ცვლილება ამ რეგიონში და აქედან გამომდინარე ასევე უსაფრთხო იქნება დაუშვათ ხუდონჰესიც აი ამ ჩვენი ქვეყნისათვის. თქვენ რამდენად იზიარებთ ამ მოსაზრებას და შემდეგ ბატონ დავითთან გადავალ შეკითხვით, რომელიც ბატონო? არა, კი ბატონო, ჯანეთ როგორ ხდება? მე ვერ ვიტყოდი რომ ბატონი ანზორი პირდაპირ მას ამბობდა, იმიტომ რომ მე ვიცი რომ ძალიან კარგად იცის ბატონმა ანზორმაც და ყველამ იცის რომ როცა ენგური შენდებოდა თავის დროზე იყო საკმაოდ დიდი შიშები მასთან დაკავშირებით, რომ პირველ რიგში ეს დაეტყობოდა ჩვენ სანაპიროს აფხაზეთის ტერიტორიაზე. ესეც მოხდა. იმიტომ რომ დაჭირდათ მთელი კომპლექსი ღონისძიებების ჩატარება, რომელიც იყო დამაგრებული უკვე ნაპირდაცვასთან მიმართებაში და ეს მთლად ბატონ ანზორს მასე არ უთქვამს, მე რამდენიც ეს მესმის და რაც ეხება გარემოსდაცვით სიტუაცია, ზოგადად შეიცვალა თუ არა, რა თქმა უნდა, მიკროკლიმატი შეიცვალა და ამას არავინ არ უარყოფს, რომ არ შეიცვალა, იმიტომ რომ ტენიანობა ნამდვილად მომატებულია. იმ ზონაში მიუხედავად იმისა, რომ როგორც ბევრი კლიმატოლოგი ამტკიცებს, რომ ზღვის გავლენა არის მთლად ესე არ არის სინამდვილეში, იმიტომ რომ მარტო ზღვის გავლენა აქ არ არის და ლოკალური კონკრეტული კლიმატი ჩვენ ნამდვილად შეგვეცვალა ენგურის წყალსაცავიდან, ჯვრის წყალსაცავიდან გამომდინარე, შიში არის და უბრალოდ ეჭვი არის, რომ იგივე მოხდება უკვე ხუდონის მშენებლობიდან გამომდინარე და ჩვენ დასაუბედუროთ ეკოლოგია თვითონ ცნებს, რომ რამდენიმე
რომელიმე ფაქტორმა შეიძლება, რომელიც არ არის ეხლა პრობლემატური, უცებ თავისთავი გამოაჩინოს, როგორც მეცნიერებას, გულისხმობ ამ შემთხვევაში მე და უცებ გახდეს ის მალიმიტირებული ფაქტორი, როცა ეკოსისტემა უკვე ვეღარ გაუძლებს ამას. კერძოდ, პატარა წყალსაცავმაც, თუნდაც ბუნებრივად მომხდარმა ზემოთ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი პროცესები, როცა დაიწყება ერთი ეკოსისტემის მეორე ეკოსისტემაში გადასვლა. ესეთი რამე მომხდარა ზოგადად ბუნებრივად, მაგრამ ამას არ უნდა შეუწყოთ ხელი, უნდა შევარბილოთ მისი ზემოქმედება. მთავარი არსი, როცა ხუდონზე ვსაუბრობთ, არის ზუსტად ეს, რომ მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული პირველ რიგში ის, რომ რა გარემო პირობები გაგვაჩნია შიგნით ადგილზე, მეორე, რამდენად შეიძლება ამის შემცირება და შერბილება, რომ ეს ზემოქმედება არ იყოს კატასტროფული, იმიტომ რომ თქვენ იცით და ბატონ ანზოსაც ახსოვს, რომ ენგურის მშენებლობის შემდეგ რამდენიც არ უნდა ვიძახოთ, იყო ძალიან დიდი უხვი, ესე ვთქვათ, ნალექების რაოდენობა 97 წელს. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ვერსია, რომ ეს შეიძლება იყოს მარტო ხუდო ჯვარი არ იყო ამ შემთხვევაში ჩართული, მაგრამ იყო რადიაციაც, მაგრამ მეორე მხარე, ანუ ჩერნობილის ზემოქმედება, მიუხედავად ამისა, გარკვეული ესეთი მოვლენები ყველა წყალსაცავს მოაქვს. ასე რომ, ნუ ვიტყვით ესე, რომ არ ხდება, უბრალოდ მთავარი ამოცანა მოვძებნოთ ის ოქროშუალედი, როცა პრობლემა ნაკლებად იქნება მტკივნეული ჩვენთვის, ანუ კიდე ახალი ეკომიგრანტები არ გაჩნდება. გასაგებია, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ, როგორც ვიცით, 106 პუნქტიანი შენიშვნა გადაუგზავნა კომპანიას, რომელმაც ჰესის მშენებლობა უნდა განახორციელოს. ძირითადად რა შენიშვნები აქვს სამინისტროს? ჩვენთან ახლა პირდაპირ ხაზზე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტის უფროსი ქალბატონი თამარ შარაშიძეა და ბუნებრივია შემდეგ მოусმენთ პოზიციას, კომპანიის პოზიციასაც. ქალბატონ თამარ, რა შენიშვნებია ძირითადად ეს? მოგესალმებით, მივესალმები თქვენ სტუმრებს და ასევე მაყურებლებს. ძირითადად შენიშვნები ეხებოდა დამატებითი კვლევის ჩატარებას. ანუ რას მოიცავს ეს? გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში დგება არსებული მდგომარეობის, დაგეგმილი საქმიანობის და დაგეგმილი საქმიანობის შედეგად გამოწვეულ რისკების შეფასებას და ამ რისკების შესაბამისი შემამცირებელი ღონისძიებების დაგეგმვას. ანუ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ 130 პუნქტიან, 100 პუნქტიან შენიშვნებზე, ძირითადად ეს შენიშვნები ეხებოდა არსებული სიტუაციის დეტალურად შეფასებას. ანუ რა გვაქვს ჩვენ დღეს იქ, როგორი ბუნებრივი პირობები გვაქვს, როგორი ანთროპოგენული ფაქტორები გვაქვს, რა მდგომარეობა გეოლოგიური თვალსაზრისით, რა მდგომარეობა ბუნებრივი რესურსის თვალსაზრისით, ამ შემთხვევაში მე შემიძლია გითხრათ ტყის რესურსებთან დაკავშირებით, ანუ რა გვაქვს დღეს და რას მივიღებთ ჰესის ექსპლუატაციის შემდგომ, ასევე მშენებლობის შედეგად. უნდა იყოს დამატებითი კვლევები ჩატარებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში, თითქმის ყველა გეოლოგიურ, ჰიდროლოგიურ და ბიოლოგიურ გარემოზე იყო ჩანაწერი, რომ ლიტერატურული მონაცემებით ესეთი მდგომარეობაა და მშენებლობის დაწყებამდე მოხდება დამატებითი კვლევის ჩატარება, რაც არ არის მიზანშეწონილი არც სამინისტროსთვის და არც იმ ექსპერტებისთვის, რომლებმაც შემდგომში უნდა განიხილონ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში და დადონ შესაბამისი დასკვნა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გვაინტერესებს იქ არსებული მდგომარეობა და ასევე კვლევები, ანუ კვლევის შედეგად შეიძლება დადგინდეს ის რისკ ფაქტორები, რომ შესაძლებელია, რომ რაღაცა პროექტის კუთხით შეიცვალოს, რაღაცა დაუშვათ გადაინაცვლოს არამყარი ქანების გამო. აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე უნდა მოხდეს დეტალური კვლევების ჩატარება და დეტალური კვლევის წარმოდგენა სამინისტროში, რომ სამინისტროს ჰქონდეს
გადაწყვეტილების მიღების ეტაპზე სრული სურათი, სრული კვლევის მასალები, რომ ვიმსჯელოთ და დამატებით მოვთხოვოთ საქმიანობის განმახორციელებელს ღონისძიებების შესრულება. ქაბატონ თამარ, შესაძლებელია რომ საერთოდ უარი უთხრათ ლიცენზიაზე? ვერ გეტყვით ამ ეტაპზე რომ ჩვენ რამე საფუძველი გვაქვს უარის თქმის საფუძველი იქნება ის თუ არ იქნა დოკუმენტი დამაკმაყოფილი ბელი ექსპერტიზის ეტაპის დროს ანუ ექსპერტიზის ეტაპში ერთვება შესაბამისი დარგის სპეციალისტები მათ უნდა განიხილონ ეს დოკუმენტი და შესაბამისად მათ უნდა დადონ გასაგებია ქაბატონ თამარ მოდით ბატონ დავითს მოусმინოთ ბატონი დავითი წარმოადგენს იმ კომპანიას რომელმაც გადაწყვიტა ამ ხუდონ ხესის მშენებლობა ბატონ დავით თქვენ ახლა მოისმინეთ გარემოს დაცვის სამინისტროს პოზიცია მე მაინტერესებს თქვენ თუ იცით ამ 106 პუნქტის შესახებ და თუ მუშაობთ იმისათვის რომ დეტალური ინფორმაცია მიაწოდოთ და დეტალური კვლევები ჩაატაროთ და რა დაგიჯდებათ დამატებით იმ თანხასთან შედარებით რომელსაც თქვენ იძიებთ რამდენადაც მე ვიცი კომპანია ახლა ფინანსების ძიების არა უკვე არსებობს ეს ფინანსები ამ ჰესის ასდია ქაბატონო არასდროს არ ყოფილა ფინანსებზე საუბარი იმიტომ რომ კომპანიას აქვს უამრავი შრომა მე უბრალოდ მინდა ქაბატონ თამარს თუ აღწევ უპასუხო მან ქანების მდგრადობაზე აღნიშნა გეოლოგიური შესწავლები მთელი პასუხებლობით ვაცხადებ და კიდევ ერთხელ შემიძლია იმ დონეზეა ჩატარებული რაც ტარდება სოფლიოში ამ ტიპის ნაგებობებისთვის. შესწავლები მიმდინარეობდა 2011 წლიდან დასრულდა 2013 წელს. და ამიტომ ვერსეთი სპეციალისტი სოფლიოში მეცაც გეტყვით რომ ექსპერტიზა გავლილი აქვს ამ ნაშრომს და საერთაშორისო ექსპერტების დასკვნაც არსებობს ვერ იტყვიან რომ ქანების მდგრადობის თვალსაზრისით იქ რაიმე პრობლემა არსებობს. გეოლოგიური შესწავლა ჩატარდა დიდი კაშხლების საერთაშორისო კომიტეტის მოთხოვნის შესაბამისად და ამერიკის სამხედრო ინჟინერთა კორპუსის მოთხოვნების შესაბამისად. აქედან გამომდინარე საუბარი ამაზე მიმაჩნია რომ არასწორია. ვეთანხმები რომ უამრავი შექმნა იყო გონივრული შენიშვნა ეს იქნება გათვალისწინებული შრომაში იგივე რაც ეხება თქვა ტყის მასივების იდენტიფიცირებას და ასე შემდეგ მაგრამ ის რომ იქ გეოლოგიური ნაშრომში არის რაიმე ისეთი რაც არ არის ჩატარებული ვერ დავეთანხმები მე მთელი ჩემი ცხოვრება დიდი კაშხლების უსაფრთხოებაზე მუშაობ და ძალიან კარგად ვიცი რომ რა რაოდენობის გეოლოგიური კვლევებია საჭირო ასეთ ტიპის ნაგებობებისთვის და კიდევ ერთხელ ვამბობ რომ აბსოლუტურად გეოლოგიური თვალსაზრისით იქ პრობლემა არ დგას. მომძებნილია ყველა ის საინჟინრო გადაწყვეტილება გეოლოგიური იგივე თქვათ მე ვერ ვიტყვი რომ თქვათ იგივე ენგურის კაშხლის გეოლოგია რომელიც ჩვენ გვაქვს დღეს აშენებულია იქ გაცილებით უფრო პრობლემურია დღევანდელი ხუდონის გასწორი 2010 წელში მსოფლიოს ყველაზე დიდმა გეოლოგებმა და ამ ტიპის ნაგებობის სპეციალისტებმა სოფლიო ბანკის მოთხოვნით შეაფასეს ეს პროექტი და მათი დასკვნაც არის რომ ეს არის საუკეთესო განლაგება და საუკეთესო ადგილი. რაც შეეხება თქვათ იგივე ჰიდროლოგიურ შესწავლებს კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო საქართველოში შეიძლება გარემოს დამცველებს და სხვა პროექტებზე ვისაუბრო რომ ბევრგან ჰიდროლოგიის დაკვირვებათა ციკლი შეწყვეტილი იყო. ენგურზე იმის გამო რომ სადგური არსებობს ჩვენ ჰიდროლოგიის შესწავლა არ შეწყვეტილა არასდროს და ეს ვარიაციული რიგი ადგილს. რაც შეეხება სეისმოლოგიურ შესწავლას იქ ერთ-ერთი კითხვა და შენიშვნა იყო სეისმოლოგიაზე. ბუნებრივია იმ ანგარიში ბოლომდე არ იყო ასახული სეისმოლოგიური კვლევა, რომელიც დამთავრდა შარშან დეკემბერში, 2013 დეკემბერში. ისეც იქნება ასახული, მე მეც გეტყვით. ნებისმიერი ნაგებობა, დღესაც ვიმყოფებით და ნებისმიერი ნაგებობა, რომელიც საქართველოს შენდება, ეფუძნება იმ დარაიონების, სეისმური დარაიონების რუკას, რომელიც ქვეყანაში არსებობს. თქვათ კონკრეტულად ამ შემთხვევაში იმ ორგანიზაციაში, ვინც მშენებლობის ნებართვას გაცილებს. ეს არის ეკონომიკის სამინისტრო. ჩვენ უფრო შორს წავედით, გავაკეთეთ შევქმნით ამ რეგიონისთვის ახალი დარაიონების რუკა და ყველა ანგარიშები მოცემულია და ჩატარდა იმ ტიპის გამოკვლევები
კიდევ ერთხელ ვამბობ, არც ერთ ნაგებობას საქართველოში ამ ტიპის სეისმოლოგიური გამოკვლევა არ ჩატარებია. ბატონ დავით, მოსახლეობის დარწმუნება რატომ ვერ მოხერხდა? თქვენ ნახეთ ეს სიუჟეტი. მე კიდევ ერთხელ აღნიშნავ. ერთი რამ კიდე მინდა რეპლიკის. კი ბატონო, გეოლოგიასთან დაკავშირებით რეპლიკას მივიღებ და იმ ექსპერტებთანაც მინდა, ვისაც იმიტომ რომ მე მოვისმინე ემილ წერეთელის ეროზიული სპეციალისტის ყველაზე. მან თქვა აუცილებლად უნდა აშენდეს, იმიტომ რომ მე არ მინდა გავავრცელო, რო არ აშენდეს, რა პრობლემებთან გვიქნება იქ ჩვენ საქმე. კიდევ ერთი მოსახლეობასთან დაკავშირებით, არსად ესეთი პრობლემაა. შენდება ასეთი ტიპის წყალსაცავი სვანეთში, შენდება ესეთი ტიპის იტალიაში, შენდება პორტუგალიაში, ყველგან ანალოგიური პრობლემაა. ეს ხანგრძლივი პროცესია. ხანგრძლივი პროცესია მოსახლეობასთან კომუნიკაცია. მე აბსოლუტურად მესმის ამ ადამიანების მესმის მათი მდგომარეობა, ის რომ კომუნიკაცია არ იყო იმ წლების განმავლობაში რაღაც კომუნიკაცია იყო, მაგრამ ვაღიარებთ რომ კიდევ უფრო მეტი უნდა გაკეთდეს და ამაში ყველა უნდა იყოს ჩართული, რომ აუხსნათ იმ ადამიანებს, რომ ჩვენთვის ეს პროცესი არის გრძელვადიანი პროცესია, ჩვენ აგვაქვს გადაწყვეტილი რომ და არ არის ეს ერთჯერადი რომ ადამიანები განვასხვათ. ჩვენ გვინდა რომ მათმა შვილებმა და შვილიშვილებმა ბევრად უკეთეს პირობებში იცხოვრონ და ბევრად უფრო კარგი ანუ თქვენ მიგაჩნიეთ რომ ეს არის ის პროექტი, რომელსაც დაუშვათ ერჰარდი უწოდებდა კეთილდღეობა ყველასათვის. ხუდონხესი ის პროექტია, რომელიც განაპირობებს კეთილდღეობას ყველასათვის. ეს არის სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტი. ჩვენ ენერგეტიკას ასეთი პროექტი ჭირდება. ბატონო ანზორმა ბრძანა, ენგურხესი ჭირდება, აუცილებლად ჭირდება წყალსაცავი სვანეთში, იმიტომ რომ მოხდეს ამ ენერგეტიკული პოტენციალის გამოყენება. ჩვენ თუ იმ ალტერნატივას რომ იქ კაშხლის და წყალსაცავის გარეშე ვარიანტს ამბობენ, ჩვენ ენგურს ვერ დავარეგულირებთ. მრავალი კიდე შემილია ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისითაც ვისაუბრო რატომ და რისთვის არის წყალსაცავი. თუ წყალსაცავზე და ალტერნატივებს ვამბობთ, ყველა ექსპერტის მონაცემით ის განლაგება რაც აქ დღეს ამ ნაგებობას არის საუკეთესო ვარიანტი. და რამდენად ჭირდება ჩვენ ენერგეტიკას, ამაზეც უამრავი შრომა და კვლევებია ჩატარებული. ეხლა ამაზე მე უფრო დაწვრილებით ვისაუბროთ, რა დაგვრჩება. ქალბატონ თამარს უნდა რეპლიკა და მე თქვენ ქალბატონ ნინო გისმენთ ქალბატონ თამარ. მე უსმენდი ბატონი დავითის დეტალურად აღწერას გეოლოგიასთან დაკავშირებით. შესაძლებელია რომ ჩატარებული იყოს უბრალოდ მე მინდა აღვნიშნო, რომ სამჯერ იყო გარემოს დაცვის სამინისტროში წარმოდგენილი ხუდონის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში, არც ერთ დოკუმენტში დეტალური კვლევა გეოლოგიის კუთხით არ ყოფილა. ძალიან კარგი თუ ჩატარდა ეს კვლევა, ძალიან კარგი თუ რისკები ამ კუთხით არ არსებობს, უბრალოდ ჩვენ ველოდებით სრულყოფილ დოკუმენტაციას, რომ განვიხილოთ და შესაბამისად მივიღოთ გადაწყვეტილება. ანუ ჩვენთვის რაც უფრო ამომწურავი იქნება გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში, მით უფრო ექსპერტიც შესაბამისად იმსჯელებს რისკ ფაქტორებზე, ან დაუშვათ დამატებით შემარბილებელ ღონისძიებებზე. ან ჩვენი ერთი მოთხოვნა არის კვლევის ჩატარება და იმ კვლევის ანგარიშის წარმოდგენა თავისი შესაბამისი ღონისძიებებით, შემამცირებელი ღონისძიებებით, რაცაც დღევანდელი კანონმდებლობა არეგულირებს. ანუ თუ შესწავლილია გეოლოგიურად, შესწავლილია ბიომრავალფეროვნების კუთხით, რაც ჩვენ შენიშვნები გვქონდა და აღარ იქნება დათქმა გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში, რომ დამატებითი კვლევები კიდევ იგეგმება მშენებლობის დაწყებამდე, ანუ ეს ის დოკუმენტი უნდა იყოს, როდესაც უკვე იქ ჩანაწერი აღარ უნდა ჩანდეს, რომ დამატებით ჩვენ კიდევ გეგმავთ კვლევებს. საკმაოდ დიდი დრო გქონდა საქმიანობის განმახორციელებას. პირველად მან წარმოადგინა სამინისტროში 2012 წელს, უკვე 2014 წელი დაიწყო, მანამდეც შესაბამისად რამდენადაც ვიცი აწარმოებდა რაღაც კვლევას, მაგრამ ამ ეტაპზე უკვე საბოლოო დოკუმენტში უნდა იყოს გასაგებია ქალბატონ თამარ. ეხლა ნახოთ ბატონი დავითი რას გიპასუხებთ? დიახ. როცა საუბარია რისკებზე, უფრო დეტალიზაციაში წავედი გეოლოგიურ რისკებზე, გეოლოგიური შესწავლა გულისხმობს ქანების ფიზიკო-მექანიკური მახასიათებლების შესწავლას. ფიზიკო-მექანიკური მახასიათებლები ქალბატონ თამარსაც პასუხობ, რომ გამოიყენება სწორედ კაშხლის და მთლიანად ფუძის და მთელი ამ სისტემის ანგარიშებში.
დაძაბულ დეფორმირებული მდგომარეობის, რომელიც კრიტერიულად მიიღება, რომ ჩვენ არსეთ ზონაში არ უნდა გქონდეს გამჭიმავი ძაბები. ძალიან ღმად შევედი, მაგრამ სწორედ აი ამ მეთოდით ღმად რო შეხვედრე ბატონო დავით, ზუსტად მაგ მინდა ჩავიჭრა, იმიტომ რომ იმ დოკუმენტში, რომელიც იყო განსახილველად წარდგენილი თუნდაც მოსახლეობისთვის, მე რა განიხილეთ არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაც იყო საჯარო, როცა სამინისტრომ გამოგცა შენიშვნები და მოგცათ იმ დოკუმენტში არაფერი მსგავსი, ანუ მე ვლაპარაკობ ის, რაცაც ითხოვს გარემოს ზემოქმედების შეფასების საერთოდ პროცედურა, როგორი უნდა იყოს ეს ანგარიში, შიგნით არაფერი არ ეწერა. შეიძლება ერთი წუთით 2013 წელს თქვენ დაასრულეთ გეოლოგიური კვლევები მე როგორც ვიცი დეკემბერში შიგნითვე შტუკეს აქ მოყვანილი რომ ძაბებთან დაკავშირებით იქიდან გამომდინარე რომ მარცხენა მფერდი არის გარკვეულად პრობლემატური თქვენ შეცვალეთ თვითონ ფორმა გაშხლეს ჩვენ კი არა ანგარიში შეიცვალა ქალბატონი და საინჟინრო გადაწყვეტილება ანგარიში ბატონო და ჩვენ არ გვინახავთ ერთი წუთით ის ანგარიში ჩვენ ვიცი მარტო ის ანგარიში რაც შტუკემ დადო ერთი წუთით შემიძლია გიპასუხოთ რომ გაშხლის ფორმა არ შეცვლილა იმ მომენტში ის რომ მარცხენა ნაპირზე არავით არის პრობლემა მარცხენა ნაპირზე აეროზირებული ნაპირია არა 670 მეტრი ნიშნული შემდეგ მოდებნილია უფრო მარტივი გადაწყვეტილება ამაზე ეხლა შორს წავალთ და შტუკეს უწერია და მოძებნილია ის გადაწყვეტილება რომელიც არის ძალიან კარგი და ოპტიმალური თავისი ღირებულებით. ყოველ შემთხვევაში ამის შემდეგ, ბატონო დავით. ამის შემდეგ ჯერ ჩვენ ახალი დოკუმენტი ოფიციალურად საჯაროდ არავის არ უნახავს რა. არა, ნუ შესაძლოა ერთი რამე მინდა გითხრათ რომ თქვენ რო ამბობთ რომ კვლევები ჩავატარეთ და მე რაც მოვიძიე, ბატონო დავით ეს სხვა რაღაცაა. მე მაგალითად ქალბატონო მე მგონი რაღაც გაუგებრობას აქვს ადგილი, რატომ? ცხრილებში წარმოდგენილი იყო ყველა მასალა. მეს ეჭვით და სტაბეჭდილი მრჩება რომ დეტალიზაცია ბოლომდე არ აქვს წაკითხული, იმიტომ რომ თუ ძაბების გაეცნობოდნენ რა ძაბებია მიღებული, კითხვა აღარ უნდა დასმულიყო, მაგრამ რატომ ზუსტად იგივე, ქალბატონო, ზუსტად იგივე, რაც იგივე პოზიციაში ვარ დღეს, რაც ჰოლანდიელებთან. თქვენ გახსოვთ იმ სედიმენტაციაზე. შენიშვნა დასვეს და ეს არის პრობლემური, ძალიან დიდი პრობლემა. აღმოჩნდა შემდეგ და მე რო არ ყოფილიყავ იქ, შეიძლება საერთოდ არ გამეგო ეს ამბავი, აღმოჩნდა რომ ეს პრობლემა არ არსებობს. არა, მე სედიმენტაციაზე ხარ გელაპარაკებ. არა, ზუსტად იგივე. მე ვლაპარაკობ გეოლოგიაზე, მე ვლაპარაკობ ბატონ ემილ წერეთლის განცხადებაზე. იმასაც ვლაპარაკობ ბატონ შოთა ადამიანს დასკვნაზე. შოთა ადამიანი შეასრულა. თქვენ გითხრათ ბატონმა შოთამ რომ ერთ-ერთი პირობა, რომელიც იყო შიგნით ჩაწერილი, ძალიან მკაფიოდ უნდა დადაბლდეს კაშხალი. იყო ეს? არა, არაფერი. არა, როგორ გეკადრა? მაშინ ამოვიღოთ ინტერნეტიდან. ამოვიღოთ ქალბატონო ნინო. კაშხლის დადაბლება მოქმედებს ანუ 200 მეტრია არ უნდა იყოს უფრო დაბალი. არა, ისე დატვირთვაზე მოქმედებს, რომელიც აბსოლუტურად არ არის დაკავშირებული ქანის ძნებში ძაბებთან. წავიკითხე რა. შოთა ადამიანი იღებდა მონაწილეობას სწორედ იმ სეისმოლოგიურ შესწავლაში, რომელიც დაიდო დღეს. შემიძლია გითხრათ ეს. უკვე 2013-ში დეკემბერში დაიდო, ეს არ არის შესული არ არის ერთ-ერთი დავდე. ჩვენ იმაზე მსჯელობა რომ საინჟინრო თვალსაზრისით ამ კონსტრუქციას რამე პრობლემაა. სირცხვინი არ არის პრობლემა. მე ერთი გადაკეთება რომ გააკეთეს. რომელიც არის საჯარო შიგნით არც ერთი ეს კვლევები ასახული არ არის. ეს კვლევები იქნება მეორე მომენტი, რომელიც ეხება იგივე, რაც ეხება გეოლოგიას, რაც ეხება სეისმიკას, მართლა არ არის ბატონო დავით. სეისმოლოგია ვამბობ რომ შევა ეხლა და ზუსტად ამის შემდეგ მე თვითონ მოვიტყობ გარემოს დაცვას ზუსტად ამ ტიპის კვლევები ჩაატაროს ყველა ნაგებობას. იმიტომ რომ მსგავსი კვლევები არც ერთ ნებართვაში არ არის საისმოლოგიური გაკეთება. ამიტომ ვამბობ რომ სპეციალისტი რომ ყველგან უნდა იყოს შესაძლებელი. ზუსტად აი ამ დონეზე მოხდეს შეკეთება. იმიტომ რომ ყველგან უნდა იყოს ეს კვლევები ჩაატარდეს. გასაგებია. ანუ დოკუმენტში რომელიც არის საჯარო განხილვაზე წარმოდგენილი შიგნით ესეთი მსგავსი არაფერი არ არის. იცით რა, მე ისე დასკვნას ვაკეთებ, რომ საჭიროა დამატებითი ინფორმაცია, ბატონო დავით. საჭიროა დამატებითი არგუმენტები და დამატებითი მე ჯერა რომ თქვენ ეს ყველაფერი იცით და ჩატარებული, მაგრამ საჯარო ეს არის. ბატონო, გახდება საჯარო ნამდვილად. და ჩვენ ამდენიმე ერთ თვეში, ალბათ, უფრო დამთავრებულია, შემიძლია გითხრათ, გარემოს ზემოქმედის შეფასება.
შეგვიძლია თამასად ავიღოთ ნებისმიერი გარემოზე დაცვის შეფასებით. მე ვიქნები პირველი ოპონენტი ყველა ესეთ ნაჩვენებს. მსგავსი დაცვის სამინისტროში გახადეთ ეს საჯარო. ჩვენ პროცედურას დავექვემდებარებით და პროცედურის გარეშე პროცედურის გარეშე შეიძლება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა. იცით რა, ჩვენ იმიტომ გადავწყვიტეთ ამ გადაცემის გაკეთება, რომ აქ თქმული იყო ყველაფერი, ყველა არგუმენტი. დიახ, ეს ძალიან კარგია და ალბათ ჩვენი მსმენელიც ყურადღებით გვისმენს, რამდენიმე წუთში ალბათ ჩვენ გავიგებთ რა კითხვები გაუჩნდა ჩვენს მსმენელს. ბატონ მირონს მინდა ვკითხო, დიახ. რაღაცა რეპლიკა მინდა მე იმედი მაქვს. თო ბატონო დავით ესე მოგმართვა გადაცემაში. მაგ პრობლემა არ აქვს, მაგრამ მეორე მომენტია, მე იმედი მაქვს, რომ ახალ დოკუმენტში არ იქნება ისეთი რამ, რაც არის მაგალითად დღესთან დაკავშირებული 2012 გარემოს ზემოქმედების შეფასების ანგარიში და იმ ანგარიში, რომელიც დღეს დევს თქვენ საიტზე, ტრანსელექტრიკას. განსხვავება იქ არის ძალიან სერიოზული. თუ პირველ ანგარიში წერია, რომ 5000 შეტპორვის ზონაში მოხდება 5000 ჰექტარი ტყე და ასე შემდეგ, ну ზუსტ ციფრებს არ ვას. არა, იქ წერია, რომ შეტპორვის ზონაში ზემოქმედება იქნება 5000 ჰექტარი. მეორე დოკუმენტში ეს რომ ზონაში საერთოდ რამე ზეგავლენა ექნება რა ფართობს აღარ წერია. იქ უკვე წერია მცირე რაოდენობა, ოღონდ როგორ არის გამოთვლილი. ანუ რა თქვა მსოფლიო ბანკმა, მე ვინ რა ნახა, ფიზიკურად არ შესწავლილა. მე მინდა მივაქციოთ ამას ყურადღებას. მივაქცე ყურადღებას, მე ტყეზე და ბიომრავალფეროვნებაზე ვერ გვიპასუხებთ, იმიტომ რომ არასდროს არ ვისაუბრებ იმ თემაზე, რაც არ ვიცი და ამიტომ დავიწყდები იმ ადამიანებს, ვინც ამ თემატიკაზე მუშაობენ. მე თუ კარგად არ ვარ და მე ტყეზე აღწერილი არის. კი ბატონო, ნინო მიღებ ამას და დარწმუნებული ვარ. საკმაოდ სერიოზული. მე უბრალოდ ვიმედოვნებ, რომ გეოლოგიაც და სეისმიკაც ესეთ დონეზე არ იქნება, რომ წინას უარყოფ და უფრო გაუარესებულ სიტუაციას მივიღებთ რა. ბატონო მირონ, თქვენთან მაქვს ესეთი შეკითხვა. თქვენ ხართ ფაქტიურად ელექტროენერგეტიკის სპეციალისტი, თუმცა მაინტერესებს თქვენი მოსაზრება. საერთოდ აი ამ პროექტის განხორციელებას რა მარგიქმედების კოეფიციენტი ექნება ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ენერგეტიკისთვის? პირველ რიგში დღეს არის მირქმა ულოცავ მთელ საქართველოს, მთელ საქრისტიანოს, ჩვენ მაყურებელს. მეორე დღეს მე ვარ ყველაზე დაჩაგრულ მდგომარეობაში და რატომ ასე გადაწყვეტეთ არ ვიცი. ამიტომ მე ვთხოვ წამყვანს რომ ის წუთები ჩვენ დაგვიმოდოს რამდენად აქ არ არის წამძომი ბატონო მირონ. აქ მე გამსაზღვრა ვის რა შეკითხვა უნდა დაუსვა და რამდენი დრო დაუსვა. შეგიძლიათ მე არ მომიწვიოთ ეგეც არ არის პრობლემა. მე ახლა ზუსტად მაგიტომ დაგისვით. მაშინ მომეცით საშუალება რომ იმ ხალხის წუხილი სწორად დაგიხსნათ, რისთვისაც ამდენი აყალმაყალი. სწორედ ამიტომ მოგიწვიეთ, დიახ. ეხლა პირველ რიგში ის რომ ყველა მიცოდეს მთელ საქართველოში ის რომ მე ენერგეტიკოსი ვარ და ენერგეტიკის განვითარების წინააღმდეგი კი არა, ამისი მომხრე ვარ, აი ეგ არის ჩემი სადისერტაციო ნაშრომი, სადაც 4000 მეგავატი სიმძლავრეა დაფიქსირებული და 50 მილიარდი კილოვატ-საათი და ეს ჰაერიდან არ არის მოტანილი და მათ შორის ენგურის ხეობაში ამაზე გაცილებით სამჯერ უფრო მეტი ვიდრე ხუდონჰესი არის, მაგრამ ჩვენ თუ სწორად მიუდგებით, მაშინ კითხვები უნდა დავსვათ ასევე სწორად და ამაზე პასუხი უნდა მივიღოთ მეცნიერული თვალსაზრისით და არა მაპატიეთ და ვიწრო დისკუსიებით, რომელიც გაუგებარი ხდება მსმენელისათვის და მაყურებლისათვის. ეს უკაცრავად შენიშვნა ჩემდამია? თქვენდამი არა. ეს არის მონაწილეებისთვის და ეს პირველი შეხვედრა არ არის. მუდმივად დრო გაყავთ იმაში, რომ აი ამდენი გეოლოგიური ნიშნულზე ამდენი იყო, თქვათ, ბალიანობა ამდენი, მაშინ როდესაც ეგ არ არის აქ თავარი. თავარი სულ სხვა რამე არის. ენერგეტიკა, ელექტროენერგია რისთვის არის? პირველ რიგში ეს უნდა მოხმარდეს იმ ქვეყნის მოსახლეობას, რომელიც ამას მოიხმარს, ხო? ანუ თუ ეს ენერგეტიკა გამოიწვევს ადამიანების და განსაკუთრებით ისეთი ყველაზე მგრძნობიარე კუთხის და ხეობის, როგორც სვანეთია, გადასახლებას ერთი გამაგებია. მგრძნობიარეა ბატონო. რომელი სვანი და რომელი ქართველი და რომელი კახელი დააგეთანხმებათ ამაზე. მე უფრო გავამარტივებ ახლა აგერ ქალბატონი ნინო და ბატონი დავითი კამათობდნენ, რომ ნორმებია დარღვეული და ასე შემდეგ. პირდაპირ გეუბნებით. გაგიმარტივებთ. არავითარი ნორმების გამოძებნა არ დაგჭირდებათ. არ შესრულდება ეს პროექტი. ის ხალხი რომ ლაპარაკობს რომ ჩვენ ამის უკან არ დავიხევთო, რას გულისხმობენ იცი ისინი? ის რომ იმათთან ტყუილების ნაკადი მიდის და
მხოლოდ და მხოლოდ მუშაობენ იმაზე, რომ რამენაირად ვიღაცები დაითანხმონ ერთმანეთს დაუპირისპირდონ და ამის შემოქმედი არიან ცალკეული პიროვნებები და განსაკუთრებით ამას ძალიან კარგად ახერხებს დღემდე ტრანსელექტრიკა, აი ესაა უბედურების მიზეზი. ეხლა რა არის თავარი საკითხი? ბოლოს და ბოლოს არ უნდა მორჩეს აი ესეთი გაუგონარი მე მაპატიეთ, მაგრამ ინჟინრის დონე ჯერ არ ყოფილა არც ერთი გადაცემაში და მეორე გადაცემაზე რატომ უნდა წყდებოდეს ის აშენდება თუ არ აშენდება. არსებობს თუ არა ქვეყანაში ენერგეტიკული პროგრამა? არ არსებობს. არსებობდა თუ არა შევარდნაძიდან მოყოლებული ერთადერთი საბჭოთა კავშირის დროს არსებობდა საქართველოში და მთლიანად საბჭოთა კავშირში როგორ უნდა განვითარებულიყო, იმის მერე ყველაფერი გააკეთეს ეგრეთ წოდებულმა ჩინოვნიკებმა, რომ პირად ინტერესებს დაექვემდებარებინათ. და ამის შედეგი რა გვაქვს დღეს? დღეს არის ის, რომ არც ერთი ელექტროსადგური თუ არ ჩავთვლით ენგურის ხელშეკრულებას, რომელიც ჩვენთვის საიდუმლოებით არის მოცული, საქართველოს საკუთრება არ არის. საჩუქრად გადაეცა რუსეთს და რუსულ კომპანიებს. რატომ? თქვენ ამბობთ, რომ ერთ სადგური მოგვემატება და ენერგო დამოუკიდებლობას მივიღებთ? ვინ აშენებს ამ ელექტროსადგურს? ვისი საკუთრებაა ეს ელექტროსადგური? 1 ცენტი, 1 თეთრი არის ჩადებული საქართველოს მხრიდან? ეს არის ინდური კომპანია, ხო? ეხლა ვინ არის ტრანსელექტრიკა? აქამდე ამდენი ხანი გავიდა. ჯერ ერთი უნდა ითქვას, მე ტყუილების გროვა არის თქვა, ეს ტყუილად არ მithქვია და რატომ? ეს არის შესრულებული ქართველი ინჟინრების მიერ ეს პროექტი, ჰიდროპროექტის მიერ, რომელიც შემდგომში ეგრეთ წოდებულმა შვეიცარულ თუ ევროპულ ქართულმა კომპანიამ კოლენკო შტუკემ გადააქცეროსა, ახალი შეფუთვა გაუკეთა კომპიუტერულად, ამაში საკმაოდ დიდი თანხები აითვისა, ჩავიდა, ანალოგიური დაპირისპირება ჰქონდათ, მათი დამფინანსებელი გარკვეულწილად იყო მსოფლიო ბანკი და რო დაინახა მსოფლიო ბანკმა, რომ ტყუილებზე ჰქონდათ ეს ყველაფერი აგებული და სხვის კვლევაზე ადგა და აღარ დააფინანსა და იმის მერე გაუქმნა. მაგრამ იმათმა მოახერხეს გაყიდეს ქართულში წინა ხელისუფლების ჩინოვნიკებთან ერთად და რო იტყვიან ეგრეთ წოდებული ფეშკაჟად მიართვეს ტრანსელექტრიკას. რის სანაცვლოდ 175 მილიონი დოლარის სამუშაოები არის შესრულებული. ეს უფასოდ გადაეცათ. გადაეცათ 528 გექტარი სიმბოლურ ერთლარად. გადაეცათ ჰიდრორესურსი უფასოდ. დარღვეული არის კონსტიტუციის მესამე მუხლი, დარღვეული არის ორგანული კანონის 3 მუხლი და თუნდაც აი ჰიდრორესურსის გაყიდვა როგორ შეიძლებოდა საავტომობილო გზა გაყიდეს, ცენტრალური საავტომობილო გზა. ეხლა ევაჭრებიან ხაიშელებს, რომ აი ჩვენ ხო გვაქვს თქვენი მიწები, მოდი ეხლა თქვენ გაგიფორმებთ და მე მოგყიდეთო. აი ამ დონემდე დაეცნენ. ანუ ეს არის დადგმული სპექტაკლი და ამაში ძალიან ბევრი ჩინოვნიკი არის დაინტერესებული, განსაკუთრებით წინა ხელისუფლებიდან და დღეს გაკვირვებას არის მთელი სვანეთის მოსახლეობა და მთელი საქართველო, რომ როდესაც ამხელა, აი მაპატიეთ ამ სიტყვაზე, აფიორა არის აგორებული და ამაზე ახალი ხელისუფლება არავითარ რეაგირებას არ აკეთებს. პირიქით, ენერგეტიკის სამინისტრო გახდა პირველი დამცველი აი ამ ტყუილების გროვის. ამდენად თქვენ როგორ გონიათ ეს აშენდება? არ აშენდება. ბატონო მირო, თქვენ ამბობთ, რომ ენერგეტიკა ბატონო მირო, უკაცრავად ერთი წუთით ბატონო დავით, ბატონო მირო. სოფლიო ბანკი არაფინანსებდა, ბატონო მირო, ძალიან ასე ვთქვათ, მკვეთრი არგუმენტები იყო და მე ვფიქრობ, რომ ამაზე უნდა ბატონმა დავითმა ზოგიერთზე გვიპასუხოს და შემდეგ კვლავ თქვენ მოგცემთ ბატონო მირო. ერთი დავამატე გითხვი, რომ ამითი კითხვები იყოს სწორად დასმული. ბატონმა დავითმა უპასუხოს და მე თქვენ დღეს ვითხოვთ, ვინ არის ტრანსელექტრიკა? ცნობილი ფაქტია და ისევ მათგან არის გამოსული, რომ ეს ცდილობს ეს კომპანია რამენაირად აიღოს ნებართვა და მერე გაყიდოს. კარგი, ბატონო მირო, ეხლა ბატონ დავით არის ეს კომპანია და თუ მათ უკან ვინ დგას? გასაგებია ბატონო მირო, ბატონო დავით, აქ ბევრი ისეთი მე ბევრი ისეთი რამე იყო ნახსენები, რომ აუცილებლად უნდა გავცე პასუხი, იმიტომ რომ ჯერ იყო რომ პროექტი იყო შექმნილი საბჭოთი. არავინ არ უარყოფს პროექტი იყო გაკეთებული. ბატონი ანზორის მიერ ერთ-ერთი იმ ინსტიტუტის და გაცილებით უფრო ახლო შეხება მქონდა. ისეთი არა როგორც ბატონ ანზორს, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჰიდროპროექტში მომზადდა, მაგრამ მთელი ჩემი ყოველ შემთხვევაში ამ სპეციალობაში მოსვლა სწორედ ხუდონის პროექტთან. პიროვნება იყავით და არა ტრანსელექტრიკა მაშინ. ერთი წუთით მათქმევით. ისა ბატონო დავით, ბატონ დავით, მაგ დისერტაციაზეც ვისაუბრებ, ეხლავე და გეტყვით რა. დიახ. პირველ რიგში რაზე მინდა გავამახვილო ყურადღება. რომ პროექტი იყო, ბუნებრივია პროექტი იყო გაკეთებული იმ პერიოდში. იმ პერიოდში იყო გაკეთებული ეს პროექტი ზუსტად იმ საინჟინრო მიღწევების შესაბამისად და უამრავი ორგანიზაცია იყო ჩარეული.
რა გააკეთა შტუკემ? შტუკეს არ ამოუღია და არ აუღია პირდაპირ ეს პროექტი. ბატონ აზონო ჩვენ ვართ ის და ქალბატონ ვინმე თქვა, იგივე მარცხენა ხრის პრობლემა, რომელიც უმთავრესი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა, აბსოლუტურად სხვა გადაწყვეტილია და რაც თავარია. იმ პერიოდში არ არსებობდა ბატონ მირონსაც მინდა რომ გაიგოს ეს რომ არ არსებობდა ნაგებობის ანგარიშების ის მეთოდი რომელიც არის გამოყენებული შტუკე კოლენკოს მიერ სოფლიო ბანკის დაფინანსებულ პროექტში ეს არის ნაგებობის სისტემის ფუძე ნაგებობა წყალსაცავის სამგანზომილებიანი ანგარიში სტატიკაზე და დინამიური ანგარიში აი სწორედ სეისმოლოგია რომ იმ პერიოდში ამისთანა გათვლას ვერ აკეთებდნენ და არ სრულდებოდა. ეს იყო მხოლოდ ყელი ამოცანები, როცა ეს პროექტი იმ პერიოდში, საბჭოთა პერიოდში გაკეთა. აქედან გამომდინარე, ნამდვილად ვერ დავითანხმებით, რომ ზუსტად იგივე მე ამაყება, რომ დღესაც აი ამ მართლაც 1926 წლიდან არის კომპანია შტუკე, შვეიცარიული კომპანია, ამდენი ამ ტიპის ნაგებობები არ დაუპროექტებია მსოფლიოში არავის. ეს არის ყველაზე კვალიფიციური კომპანია მსოფლიოში. და მის უბრალოდ იმიტომ რომ მე მთელი ჩემი ყოველ შემთხვევაში შეგნებული ცხოვრება ვიცი ამ კომპანიის მოღვაწეობა საქართველოში ძალიან ბევრ პროექტში და ძალიან დადებითი მოღვაწეობა. ამიტომ უბრალოდ ვერ მოვითვენ იმას რომ ამ კომპანიას რომ აიღეს და კომპიუტერულად შეალამაზ და შეფუთეს. ეს არ არის, ეს არ შეესაბამებს და არაპროფესიონალურია პირდაპირ გეტყვით. არის უამრავი კვლევა ჩატარებული, რომელიც სწორედ იმ მონაკვეთმა, რომ 80-იანი წლების ბოლოს შეჩერდა ენგურხესის მშენებლობა, ბუნებრივია ყველა დარგმა, ყველა ხო, რა მოვლენებმა ამ პერიოდში საბჭოთა კავშირის 11 ასეთი ტიპის ნაგებობა შეჩერდა. ბატონი აზორი დამითახე აღმოსავლეთ ევროპაშიც იტყვის და იყო ყველა ეს ნაგებობა დამთავრდა. იქ არ იყო ტაჯიკეთშიც მაგალითად რაგუნის სადგურზე მოხდა შეჩერება დღეს ისეც მშენებლობის პროცესია არ არის მშენებლობის არ დაწყებულა რაგუნი როგორ არა მშენებლობის პროცესია ნინო ეხლა პროექტის დონეზე არა მშენებლობის პროცესია დღეს რაგუნის სადგური გარდა ამისა მე ვიცი და მასე ისე ნინო თქვენ კარგად იცით და მე ვიცი ნამდვილად გეუბნებ თქვენ ისეც ბრძანეთ რომ საინაშუშენსკე დაინგრაო და არ დაინგრეულა იქ აბსოლუტურად სხვა პრობლემები მოხდა ხო და მე ზუსტად მე იმ კომისიაში ვიყავი ქალბატონ ნინო და ვიცი ზუსტად რაც მოხდა იქ იმ ავარიაზე კაშხალთან არაფერი კავშირი არ ქონდა იმ ავარიას აქედან გამომდინარე, აი ესე რაც ეხება ტრანსელექტრიკას კომპანიას. ტრანსელექტრიკა დაფუძნებულია ინდური კონტინენტალი არის ინდური ერთ-ერთი კომპანია, რომელიც არის მშენებელი კომპანია, რომელსაც აქვს 15-მდე უზარმაზარი ჰიდროსადგური აშენებული. მათ დაარსეს ეს კომპანია. რაც შეეხება სოფლიო ბანკმა შეწყვიტა დაფინანსება. სოფლიო ბანკმა შეასრულა მთელი კომპლექსი დაკვირვებების და კვლევების ეს არის ნაგებობის პროექტირების კოლენკო შტუკე ახსენეს და ეს შეასრულა გარემოს დაცვის შეფასება, რომელიც ფრანგულ-იტალიურმა კომპანიამ შეასრულა 2008 წელს შეასრულა დაფინანსებით სოფლიო ბანკის შესრულდა სერბულ-იტალიური კომპანიის სტრატეგიული შეფასება საქართველოში ენერგეტიკის განვითარების და გარემოს დაცვით იცით ეს ცნობილი ნაშრომი ამის შემდგომ მოხდა სწორედ ტრანსელექტრიკის შემოსვლა და ჩვენ თავიდან შევასრულეთ იგივე სამუშაოებს. ერთი შეკითხვა მაქვს, იცით რა, მსოფლიო ბანკი ამ შეკვეთებს ასრულებდა ალბათ იმ სესხის სახელმწიფოს მოთხოვნით, ბუნებრივია, შეთანხმებით სახელმწიფოს. და ამაში იხარჯებოდა სესხი, ამაში იხარჯებოდა სახელმწიფო ფული. და ბატონმა მირონმა მე მგონი თქვა, რომ ეს უსასყიდლოდ გადაეცა მერე თქვენს კომპანიას. ბატონ მირონმა ნახევარი სიმართლე. და აგერ არის ბატონი აზორი თქვას, როცა ლაპარაკია რომ შესრულებული სამუშაო იყო 175 მილიონი დოლარის, ბუნებრივია მილიონიც რომ ყოფილიყო რა. რა თქმა უნდა, მაგრამ ამავდროულად 80-იანი წლების და 90-იანი წლების დასაწყისში გაკეთა ჰიდროპროექტმა სამუშაო, სადაც შეფასებული იყო, რომ იქ სალიკვიდაციო სამუშაო უნდა შესრულებულიყო 70 მილიონ დოლარზე მეტი. დღეს და იმის შემდეგ 20 წლის შემდეგ იქ ისეთი მდგომარეობა თუ გავითვალისებ და ვისაც უნახია იქ რა მდგომარეობა იქ გაცილებით მეტი სამუშაო იყო სალიკვიდაციო შესასრულებელი. გარდა ამისა, მე ჩემი გადაწყვეტილება არ იყო ერთალარად გადაწყვეტა. სოფლიოში არსებობს ეს პრაქტიკა, რომ მე ერთალარად თუ გადმოგცემ თქვენ რამეს და პირობით რომ მილიარდი ჩადოთ, ეს არ არის ერთალარად გადაცემა. მე პირობა მაქვს შესაძლებლობა მილიარდი ჩავდო ამ პროექტში. ეს არის ვალდებულება დადებული გადაცემა 1 ლარის. აქედან გამომდინარე, ეს ესეა, სოფლიოში ესე ხდება.
ეხლა კითხვა დავუსვით, რამდენად საჭიროა ხუდონხესი. ხუდონხესი კი არა, უამრავი ჰესია საჭირო საქართველოში. ჩვენ თუ აი სწორედ იმ სერბულ იტალიურ ნაშრომს დავეფუძნები. თუ ჩვენ 3%-იანზე მეტის დაგვექნა ქვეყანაში. და აი იმ ნაშრომში განხილული ყველა ალტერნატივა, ეს არის ატომური ნახშირის პროცედურა. საქართველოში რამდენი დარჩება? აი და რა ამაზეც ეხლა საუბარია სახელმწიფომ მანდაც აი სპეკულატიური საუბარია მუდმივად. და ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ, ლაპარაკი არის ესკოს მიერ გაცემულ გარანტიაზე, რომელიც არის 133 მილიონი კილოვატ-საათზე, რომელიც 4-ზეა გაწერილი. ეს არის რისი საშუალებაც ჰქონდა სახელმწიფოს გასცა ეს გარანტია. ერთი წუთით მე დაამთავროს ბატონმა დავითმა და მე ბატონო მირონ და ბატონო ანზორ თქვენ. და გარდა ამისა, სხვა ხელშეკრულება ენერგიის სადმე გაყიდვაზე ნამდვილად არ არსებობს. და ეს არის მოგონილი, რომ ჩვენ მარტო ორიენტირებული ვართ თურქეთის ბაზარზე გასვლის, არა ბატონებო, არ არის ესე. ყველა პროგნოზით, უცხოელი ქართველი სპეციალისტი, საქართველოს შიდა ბაზარი უკვე ისეთი იქნება, რომ ჩვენთან იქნება მოთხოვნადი ეს ენერგია. და იაფი იქნება უფრო. ჰიდროენერგია ყველა ენერგიაზე იაფია. ეს უნდა ვიცოდეთ. დღეს ჩვენი სიაფე, ჩვენი ენერგიის სიაფე დამოკიდებულია ენგურხესთან. ბუნებრივია იმ პერიოდში ჩვენ რო ენგურხესი არ აგვეშენებია, იქაც სოფლები იყო, მე მინდა შევახსენო. იგივე ყველას, რომ იქაც სოფელი იყო და ძალიან კარგი როგორც სვანეთში გადასარევი ხალხი ცხოვრობს, იქაც გადასარევი ხალხი. დღეს რო წარმოვიდგინოთ სიტუაცია, ჩვენ ენგურხესი არ ქონდეს. მაგ კი არა, მეცაც გეტყვით, მე ნებისმიერი ქართველი ენერგოზე შიშით შეყურებს, რომ ენგურხესის ძირითადი სადგური ოკუპირებულ ტერიტორიაზეა. ელემენტარულად ვინმეს რომ მოუნდეს სიმძლავრის შემცირება იქა და არა აღებიონ ჩვენ ქართულ წინვალე ინჟინერებს სიმძლავრე იქა, ხო? კოლაფში ჩავარდება მთელი გასაგებია ბატონ დავით. ბატონო ანზო, ეს არის გამოსავალი, რომ ადამიანს ყველა ჰიდროელექტროსადგური უნდა ავაშენოთ. და არსებობდეს სხვა წყაროებიც ელექტროენერგია. ისედაც ავარ სოკარზე დამოკიდებული 75%. რა შუაშია მარტო სოკარი. მზეზე მოგახსენებთ რა. არა, გასაგებია. უკაცრავად, ბატონ დავით, თუ შეიძლება ახლა მე ვიტყვი რა. ჯერეთი დავიწყებ იქედან, რაც თქვენ ახსენეთ რა გუნდთან დაკავშირებით. თქვენ არიცით ამის შესახებ? მე ნამყოფი ვარ რა გუნდზე ტაჯიკეთში. მეც ვარ ნამყოფი ბატონო დავით, უკაცრავად თქვენ არიცით თქვა და მე ვაგძელებ. ხა რა არიცით, საიდან მაქვს მე ინფორმაცია რა გუნდთან დაკავშირებით. მე ვარ აგრეთვე გლობალური წყლის პარტნიორობის კავკასიის და ცენტრალური აზიის თავმჯდომარე. აქედან გამომდინარე, ჩვენ ამ საკითხებს ვიხილავთ იქა. ეს არის წყლის რეჟიმებთან დაკავშირებული საკითხი და იცით, რომ ტაჯიკეთსა და უზბეკეთს შორის არის სერიოზული პრობლემები შექმნილი რა გუნდთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ერთმნიშვნელოვნად, როცა ამბობთ, რომ მშენებლობა დაწყებულია, ეხლა სტადია რაგუნის ძალიან კარგად ვიცი რა ხდება ტაჯიკეთში და სტადია არის ეხლა სტრატეგიული შეფასებაზე არიან წასული რაგუნის ხესის. აშენდეს თუ არა. ბოლომდე გადაწყვეტილება შორის პრობლემაა. არ არის რეგულირებაზე არის ტაქტაგულის წყალსაცავთან დაკავშირებული, რომელიც საჭირო რეგულირება. ხუდონხეს დაუბრუნდით. ხუდონხეს დაუბრუნდით. ნუ ვილაპარაკებთ იმაზე, რომ რაც ძალიან კარგი ინფორმაციაც მაქვს. მეც და თქვენც აქვთ, მაგრამ მე მაქვს რაგუნზე ინფორმაცია და გეუბნები კიდევ. ხუდონხესთან დაკავშირებით ზუსტ ინფორმაცია სტაგჯიკეთში. მეც მოგაწვით ზუსტ ინფორმაცია. უკაცრავად, მაგრამ რაც ეხება იმას, რაზეც თქვენ ბრძანებთ. რაც არ უნდა იყოს კვლევები ჩატარებული. ჩვენ თქვით და თავიდანვე ვამბობ იმას, რასაც გეუბნებათ თქვენ ეკოლოგები და ჩვენ რასაც გეუბნებით საზოგადოება ზოგადად. ბოლომდე რისკების შეფასების ანგარიში, რომელიც არ არის მოცემული, კუმულაციური ეფექტი ხუდონის და ენგურის ვიცით? კუმულაციური ეფექტი როგორ არ ვიცით? რას ეხება? რომელ კუმულაციური ეფექტზეა ლაპარაკი? აი მითხარით კონკრეტულად, ხალბატონი, რა კუმულაციური გარღვევაზე კაშხალის. ვიცით ზუსტად. და თუ დღეს მოითხოვა, მე გეტყვი ზუსტად, აი მაგ შრომასთან მიმართებით. იცით რა, მე მაქვს ძალიან ჯერჯერობით ბატონ დავით, თქვენ გარემოზე არ წერია. რა ანგარიში არ წერია, გამაგებიეთ, რომ 2012 რომ ორივე კუმულაციური ეფექტი ორივეს დანგრევის, ხო? ორივეს არა, ერთის დანგრევის მეორეს რა. კი ბატონო, რომელ გარემოზე ზემოქმედების შეფასებაში მსოფლიოში თუ ერთ პროექტს დამისახელებთ, სადაც ანალოგიური კვლევა იყო ჩადებული, არსად მაგისთანაც არა. არც ერთი ჰიდროსადგურში მაგისთანა კვლევა არ არის ჩადებული. ბატონო დავით, რისკების შეფასების ანგარიში არის სავალდებულო ყველა გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის. რისკებზე არ გეუბნები, მე გავუგნობთ აი რუაც ვძანეთ, რომ სიმულაცია ორივე ნაგებობის გრევის სიმულაცია ტექნიკურ ნაგებობებზე არსებობს. აჩვენეთ ერთი ნაშრომი და ბოდიში მოგიხდით სახალხო.
ჟინვალზე გაკეთდა რომ აშენებული იყო ჟინვალი. კი ბატონო, მაგრამ მაგას არ აქვს მნიშვნელობა. დღეს სოფლიოში წინასწარ აკეთებენ ასეთ კვლევებს. აი მაჩვენეთ ერთი ნაშრომი. მე ნორმატივი. ბატონო, თქვენ ჩემზე კარგად იცით რომ ყველგან არ არის მაგისთან არა, მე დამიტო. არ არის. ქალბატონო ნინო, მოდით რა. ბატონო დიდი სადგურების მეტი რა შენდება? არა, ეხლა სად შენდება? ეხლა გეტყვით ეხლა ჩინეთში შენდება, არგენტინაში შენდება. ჩინეთში იმის მერე ძალიან სერიოზული, კატეგორიულად სერიოზული მოთხოვნები არის საქართველოს თუ შეიძლება ისევ დაბრუნდეთ საქართველოსზე. საქართველოში დაბრუნდეთ. ბატონო დავით, რისკების შეფასების ანგარიში უკაცრავად. ეს ხომ თქვენ ტერიტორიას და საქართველოს ტერიტორიას და სვანეთს ნუ შეადარებთ ერთმანეთს რა. არ ვადარებ. თუ შეიძლება რა. არგენტინა გითხრა. და მეორე მომენტია. კიდევ ერთი იგივე არგენტინასაც შევადარებთ, იმიტომ რომ იქ სულ სხვა ტერიტორიებია, აქ სულ სხვა ტერიტორიაა. მეორე მომენტია, როცა ჩვენ ვამბობთ რომ სეისმურობაზე იაპონიას ვადარებდი, რატო ვადარებ? უფრო მაღალ სეისმურ ზონას ვადარებ და რატო ვადარებ იაპონიას? მაღალ სეისმური სხვარი და მთების სხვარი, ბატონო. ბატონო ანზორს მინდა რა, ერთი წუთით ვკითხო. ბატონო ანზორ, აი ხო თქვენ ისმენდით ამ კამათს. თქვენ როგორც უხუცესი ენერგეტიკოსი და ამ პროექტის ერთ-ერთი პირველი ავტორი, თუ ეთანხმებით ქალბატონ ნინოს და ნინოს არგუმენტებს და თუ შეიძლება, იცით რა, თქვენ ახლა ხელს მიშლით. და მაყურებელსაც ხელს უშლით იმაში, რომ მიიღოს ინფორმაცია. ბატონო ანზორ, თქვენ რა კომენტარს გააკეთებდით ამ კამათთან დაკავშირებით და ბატონო მირონ, თქვენ არ გამიბრალდეთ, შემდეგ თქვენც მოგცემთ ეს პასუხი. გვაგერსებთ კი? დიახ. ჩვენი მიდგომა ამ საკითხისადმი არის განსხვავებული. დიახ. გარემოს დაცვის შეფასება ეს არის პროექტის ერთი მიმართულება, ერთი შემადგენელი ნაწილი. გარდა ამისა, პროექტი შედგება ტექნიკური, ეკონომიკური, ფინანსური, ეკოლოგიური, სოციალური, ორგანიზაციული და სხვადასხვა მიმართულებებისგან. და აი დღევანდელი პროექტი შედგება ამ დღევანდელი პროექტი ზუსტად პასუხობს ამ მოთხოვნებს, ეს არის სტანდარტი, მსოფლიო სტანდარტი. და ბატონმა დავითმა აღნიშნა, რომელი მოთხოვნების შესაბამისად არის გაკეთებული, სხვათა შორის სამწუხაროდ ჩემ ქვეყანას ეს არ გააჩნია და მე ამას განვიცდი, ეს სტანდარტები, მაგრამ არსებობს მთავრობის დადგენილება, სადაც წერია, რომ ყველაზე მოწინავე სტანდარტებთან მიახლოებული სტანდარტებით ვიხელმძღვანელოთ და ვაგრძელოთ ჩვენი საქმიანობა. ამას ვაკეთებთ და გაკეთებულია ეს. რაც შეეხება ხუდონის პროექტის პირველ სახეობას, დიახ, ეს პროექტი არის გაკეთებული იმ დროისათვის მოქმედი ყველა სტანდარტების გამოყენების და საფუძველი. კვლევა ჩატარებული იყო მაშინ. ყველა კვლევები, აი სწორედ ეს მინდა გითხრათ ქალბატონ დოდო, რომ ეს კვლევები ჩატარებულია და ეხლა ამერიკას რატო ველოსიპედს რატო ვიგონებთ, როდესაც გეოლოგიური შეფასება გაკეთებულია, ჰიდროლოგიური შეფასება გაკეთებულია, სეისმოლოგიური შეფასებები გაკეთებულია და ტრანსელექტრიკა, მოდი ნუ დავამახინჯებთ სიტუაციას, ტრანსელექტრიკა ვალდებული იყო 20 წლის წინ გაკეთებული პროექტის გადასინჯვა და გადაზუსტება მოეხდინა და მან ეს გააკეთა და გააკეთა მე მგონი საკმაოდ დიდი მოცულობით და საკმაოდ დიდი ეფექტით. იმიტომ რომ ჩვენი ვალდებულება იყო, მე მხედველობაში მაქვს ის პერიოდი, როდესაც პროექტი დგებოდა, ჩვენი ვალდებულება იყო, რომ ჩვენ ამ სტანდარტებში ჩავტეულიყავით. ეხლა ქალბატონ ნინოს მინდა უპასუხო. თქვენ მე ვერ მაჩვენებთ დოკუმენტს, სადაც წერია, რომ ეს კაშხალი უნდა დადაბლებულიყო. ადამიანს ხელმოწერილი დოკუმენტი არსებობს. მე შემიძლია ეს დოკუმენტი თქვენ გითხრათ და გაჩვენოთ. არსებობს ეს დოკუმენტი ალექსიძის ხელმოწერილი, ადამიანს ხელმოწერილი და ყველა იმ 35 კაცის ხელმოწერილი, რომლებიც ჩვენ ქვეყანაში იყვნენ კორიფეები ამ მიმართულებებში. და იქ ფაქტიურად არის მხარდაჭერილი ეს მშენებლობა, არის მიზანშეწონილი და ჩათვლილი მისი გაგრძელება და ეხლა გეტყვით. აი თქვენ აჩვენეთ დასაწყისში ქვათაცვენის და რაღაცა ფაქტები და ეს მიაწერეთ გვირაბში განვითარებულ მოვლენებს. არა, თქვენ არა. რეპორტიორმა რა მიაწერა. ეს არის არასწორი, იმიტომ რომ გვირაბში გავლენი ის, რა ქვია, განვითარებული მოვლენები არავითარ შემთხვევაში ზედაპირზე ქვის ამოსროლას ვერ გააკეთებდა. ეს მას უთხრეს ეკოლოგებმა. არასწორად უთხრეს, არაკვალიფიცირად უთხრეს. ეს არის ის ეროზიული პროცესები და იმისი გამოვლინება, ქალბატონო დოდო, რომელიც ვითარდება იქ დაუმთავრებელი მშენებლობით გამოწვეული პროცესების გამო. იქ 11 კილომეტრი გზა არის გაჭრილი.
თქვენი ხმა გადის და არის მით ბატონი ანზორ. 11 კილომეტრი გზა არის გაჭრილი. რამოდენიმე ქვაბული არის ამოღებული ახალი მშენებლობებისათვის, რომელიც არის არა კონსერვირებული, დაუმთავრებელი და ამიტომ ეს პროცესები მიმდინარეობს და აქ ითქვა ამის თაობაზე, რომ თუ ეს პროცესები არ შეჩერდა, ხაიშის მიდამოებში შეიძლება სერიოზული მოვლენები განვითარდეს. კიდევ ერთი რაღაცა მინდა გითხრათ, რომ არავითარი ხუდონგესთან და ინგურჰესთან, ფაქტიურად ენგურჰესთან დაკავშირებული არ ყოფილა 1987 წლის მოვლენები. ამის შესახებ არსებობს გლაციოლოგთა საერთაშორისო კონფერენციის მასალები, რომელსაც მე მგონი ქალბატონი ნინოც ესწრებოდა და ეს დოკუმენტი გამოსულია და არსებობს რეალურად. ეს არის სტიქიური, არაპროგნოზირებადი სტიქიური მოვლენის კვალიფიკაციით შედგენილი განვითარებული პროცესები, რომელიც დაემთხვა ენგურჰესის ექსპლუატაციის პერიოდს. და არავითარი კავშირი ენგურჰესთან არ აქვს. ასევე გვაქვს ჩვენ გიგაურის ხელმოწერილი დოკუმენტი, სადაც თითეული კვადრატული მეტრი ხე, რომელი როგორ რანაირად უნდა მოიჭრას, საიდან მოვიტანეთ ჩვენ 5000 გექტარი, საიდან მოვიტან არსებობს ელემენტარული. ეხლა იცით რა, ჩვენ ხაიშელებს რატომ ისედაც გამზაფრებული ურთიერთობა და კიდევ ვართულობთ ამ ურთიერთობა და ვეუბნებით არასწორად. ერთი წუთით ბატონო ანზო, რას ქვია, რატომ ვაჩვენებთ? აბა ჩვენ ეხლა არა, იცით რა შეესაბამება 5000 გექტარი, 5000 გექტარი ხეთე იქ მოჭრილი არ ყოფილა არასოდეს და ეს ბატონო ანზორ, ძალიან დიდ პატივს გცემთ და უნდა გითხრათ, რომ პირადად ჩემთვის როგორც ჟურნალისტისთვის მთავარია, რომ ჩემმა მაყურებელმა და საქართველოს ყველა მოქალაქემ გაიგოს, თუ რისთვის უნდა აშენდეს ასეთი დიდი ჰესი, რა კეთილდღეობას მოუტანს მას პირადად და მთლიანად იმ კუთხეს და მთლიანად ქვეყანას. ამიტომ ჩვენ უნდა ვისაუბროთ ყველაფერზე, ყველა არგუმენტი უნდა მოვისმინოთ და ყველა კითხვას უნდა გავცეთ პასუხი. ბატონო ანზორ. ერთი წინადადებით მომეცით უფლება, გეთანხმებით, სწორი ბრძანეთ, მე გეუბნებით ენგურის და ხუდონის ერთობლიობა არის მოცემულობა, რომელიც ჩემ ქვეყანას და ჩემ ხალხს მისცემს სტრატეგიული რეზერვის სახით 1 მილიარდ ნახევარ კილოვატ-საათ ელექტროენერგიას ზამთრის პერიოდში და შეიძლება მას ეს გამოიყენოს თავისი საჭიროებისათვის და თავისი ესე იგი ეკონომიკური წინსვლის. გასაგებია ბატონო მირონ, თქვენ როგორ მიგაჩნიათ მარგიქმედების კოეფიციენტი, ანუ აი ამდენი ენერგია, რამდენად ასე ვთქვათ ტოლობაში იქნება იმ დანაკარგებთან და იმ რისკებთან, რომელიც შეიძლება ამ ასე ვთქვათ, მე მგონი ეს შეკითხვა მოგეწონებათ, მაგრამ მე ძალიან ყურადღებით მოვისმენ თქვენს პასუხს. კი ბატონო, მე ვთხოვ კოლეგებს, რომ მსმენელისთვის გასაგებ ენაზე ვილაპარაკოთ და არა ზედმეტი ციფრები. თუ ასეთი ციფრები ვინმე სჭირდება, ეს არის სპეციალისტების დონეზე განსახილველი. კიდევ ერთხელ ნუ დავაბნევთ მსმენელს და განსაკუთრებით იმ მოსახლეობას, რომლებიც ყოველ ჩვენ სიტყვას ყურადღებით ისმენენ. ეხლა რაც შეეხება თვითონ ამ პროექტის ავკარგიანობას. პირველ რიგში უნდა ვთქვათ ის, რომ ვისი საკუთრება იქნება. იქნება ეს საქართველოსი თუ იქნება ეს უცხოელის. იმ ხელშეკრულებით, რომელიც არსებობს რეფერენდუმის სახით ენერგეტიკის სამინისტროსა და ტრანსელექტრიკას შორის, იქ ნათქვამია, რომ ეგრეთ წოდებულ ინვესტორს ამ შემთხვევაში ტრანსელექტრიკას, თუმცა ის ამშენებელი იქნება თუ არა, ეგ ჯერ კიდე საკითხავია, უფლება ეძლევა, ანუ მესაკუთრე ვინც იქნება, 90% მთლიანად გაყიდოს საზღვარგარეთ. სად ეგ არ არის მაინც და მაინც საინტერესო, თუმცა აგერ თურქეთი და სხვაგანაც. აქედან გამომდინარე რჩება ის 10%, რაც ბრძანა ბატონმა დავითმა 150-იც რომ იყოს მილიონი კილოვატ-საათი, როგორ გონიათ ეს რა მოცულობას შეადგენს საქართველოს ენერგომოხმარების. ეგ არის 7-8 დღის მარაგი. ეხლა ამბობენ, რომ ესო პიკურ საათებში მოხმარდებაო. პიკურ საათებში საქართველოში გვაქვს სეზონური სადგურები და ამისათვის გვაქვს აგრეთვე ბაზისური სადგურები, თბოელექტროსადგურები და გაზატურბინა. აქედან გამომდინარე ის, რომ ამ მიზეზით ჩვენ მთელი ეს ჩვენი ქონება და ყველაზე ძვირად ღირებული ჰიდრორესურსი ვიღაცას ვაჩუქებთ, ეგ არის მხოლოდ და მხოლოდ მოტყუება და მეტი არაფერი. რა მაქვს ხედველობაში? მსოფლიოში დღეს ენერგორესურსები ილევა, კერძოდ გაზი და ნავთობი. რჩება ყველაზე სუფთა, ეკოლოგიურად ყველაზე იაფი, ეგ არის ჰიდრორესურსი. ეხლა მთელი მსოფლიოს მაპატიეთ და ეგრეთ წოდებული აი
ფულის მშოვნელები რო ვთქვათ ასე რა, შემოსეული არიან განვითარებად ქვეყნებზე, ანუ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებზე და მათ კომპანიონობას უწევენ ქართველი ჩინოვნიკები. მათი მცდელობაა და ეს პირველი არ არის საქართველოში, ანალოგიურად გააკეთეს სხვა ქვეყნებში, რომ დაასწრონ ქვეყანა სანამოა აზრზე, მანამდე გაზიდონ ყველაფერი ქვეყნიდან და ერთ-ერთი მცდელობა არის ჰიდრორესურსი რამენაირად დაითვისონ. ეს წინა ხელისუფლებამ კარგად დაამუშავა და ეს ჯერ კიდე დაიწყო შევარდნაძის პერიოდიდან, აქედან გამომდინარე, არა, მე ეს უნდა ავხსნა, თუ არა სხვანაირად ვერ გაიგებს კითხველი. აქედან გამომდინარე მოხდა ის, რომ საქართველოს ენერგეტიკის 98% დღეს გაჩუქებული არის უცხოელებზე. კერძოდ ვინ? ეს არის ძირითადი მესაკუთრე არის რუსეთის კერძო კომპანია კი არა, სახელმწიფო ფედერაცია. აქედან გამომდინარე ჩვენ დღეს ვართ კოლონია რუსეთის ენერგეტიკულად რუსეთის კოლონია ვართ. აქედან დაემატება ერთი სადგური, ხო? ეს მაინც და მაინც ბევრ ამას არ შეცვლის, თუნდაც რუსეთის რო არ იყოს, მაგრამ ჩვენ ყველანაირად ხედავთ სამწუხაროდ. თქვენ რა გამოსავალს გვთავაზობთ, ბატონო? ეხლა უყურეთ, აი ჩვენ სვამთ ასეთ კითხვებს. 700 მეგავატიან სადგურს აშენებს. 700 მეგავატიანი სადგური ჩვეულებრივი ღირებულებით ეს არის მეგავატი მithumetes სვანეთში ნაკლები ღირს და mithumetes შესრულებული სამუშაოები რო არის მილიონი დაახლოებით. რატომ 1.2 მილიონი, რომელიც მას აქვს ახასიათებული. მეორე, ამხელა პროექტს ანვითარებ და ამ დროს აგერ არის ბატონი ანზორი და ნებისმიერი მსმენელი მიხვდება მაგას, 1.5 კილოვატ-საათი უნდა კონდეს გამომუშავება და პროექტში და გეგმაში საერთოდ არ არის ელექტროგადაცემის ხაზი ჩასმული. იქ გადის ერთადერთი 500 კილოვოლტიანი ხაზი კავკასიონი, რომელიც ენგურგეს აერთებს ჩრდილოეთ კავკასიაში ქვესადგურ ცენტრალნაიასთან, რომელიც არის ფაქტიურად რუსეთის საკუთრება. გამოდის რომ აქ არის ჩაფიქრებული რომ მიერთებული იქნეს აი ამ ხაზზე. რამე თუ იქ მეორე იმდენად ვიწრო ხეობაა რომ მეორე ვერც 500-იანი და ვერც 200-იანი ხაზი გაბარიტებში იქ ვერ გამოივლის. ეგ რას ნიშნავს? ესე იგი გამოდის რომ რუსეთის ინტერესები აქ ჩადებული თუ ვიღაცა ვინმე რომელიმე სხვა ქვეყნის. ამდენად აქ ჩვენ საქმე გვაქვს სულ სხვა შენიღბულ ფორმასთან. ეხლა მოდი გავდავიდეთ ისე იმ რეალობასთან. მე დღეს აქ მოვედი დოკუმენტებით. რა დოკუმენტებია ეს? რატომ არის ასეთი გამწარებული ხაიშის მოსახლეობა? პირობით ხაიში. და მაშინ როდესაც საერთოდ ხაიშს ყველაზე ნაკლებად უნდა აინტერესებდეს იმდენად რამდენადაც ასე თუ ისე მართლა უკეთეს პირობებს შეუქმნიან, მართლა გადაიყვანებენ ისეთ ადგილზე, თუ კი ისინი ხელს აიღებენ იმ დიდ მისიაზე, რასაც სვანეთი და საქართველოს ინტერესები ქვია და რატომ? აი აქ მაქვს მე ბატონი უფალმა აცხონოს შოთა ჩართულანი, დოქტორის პროფესორი შოთა ჩართულანის წიგნი, რომელიც არის მეცნიერული ნაშრომი და დაცული არის აკადემიის ხსდომაზე, ძველი სვანეთი. აქ არის დღევანდელი სვანეთი კი არა, ძველი მე-19-მე-12 საუკუნეები, რომელიც არის შესწავლილი ფაქტიურად ბოლომდე არა შესწავლილი, მაგრამ ყველა ის ნიშანწყარო არის, რომელიც იქდევს და განსაკუთრებით ეს არის ჭუბერის ხეობა, ეს არის ვედის ხეობა, ეს არის იდლიანი, ეს არის ხაიში, ეს არის ჩეიში, ეს არის კასლეთი, ეს ყველაფერი ხდება წყალქვეშ. ამდენად აი ეს შეუსწავლელი, რაც აი ამ წიგნში არის, ხდება მთლიანად წყალქვეშ. ანუ ეკარგება საქართველოს ის კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც მას გააჩნია. აი იქ მეორე დოკუმენტი, ყველაზე დიდი დოკუმენტი, ეგ არის ექვთიმე თაყვაიშვილის წიგნი, მეცნიერული ნაშრომი ასევე, რომელმაც 1810 წელს, უკაცრავად 1910 წელს იმოგზაურა და რა შეისწავლა ამან. აი ეგერ არის ბოლოში. 100 სოფელი შეისწავლა სვანეთში, სადაც არის. არა, ერთი წუთი, ქალბატონო დოდო. 1000 ხატი. 300 სახარება 4 თავი და სხვა მაღალღირებული ისტორიული ძეგლი. აი ეს იტბორება დღეს. აი ეს ხდება არა პირდაპირ მნიშვნელობით, არამედ შემდგომში ეს უკვე ზევით და ზევით, იმიტომ რომ ენგურის ხეობა არ არის ხეობა, რომ ის ენერგეტიკა არ ხტავს, ვინ დატყორავს და რატომ ხდება ესეთი 580 გექტარი აი ამ პროექტით, აბა იტბორება თუ არა? იმის მერე აი აგერა მაქვს მე წიგნი საქართველოს ენერგეტიკა. მოდით ახლა მოსახლეობასაც მოусმინოთ, ხო, რომელიც აი სანამ მოსახლეობა აქ ამბობენ, რომ ალტერნატიული ვარიანტი არ არსებობს. აი ჩემს მიერ არის. იცით რა,
ბატონო მირონ, მე გაძლევ თქვენ პირობას, რომ ალტერნატიული ვარიანტებისთვის ჩვენ კიდევ ერთ სპეციალურ გადაცემას მოვამზადებთ. გადაცემა შემდეგში იყოს, მაგრამ ეხლა უნდა ვთქვათ, რომ რატო უმალავთ სიმართლეს? საქართველოს რატო უმალავთ სიმართლეს? აი ეს უნდა ვთქვათ. ბატონო მირონ, მე გაძლევ თქვენ პირობას, რომ ალტერნატიული ვარიანტებისთვის ჩვენ ცალკე გადაცემას გავაკეთებთ და ეს ჩვენ მოგვეცი საშუალება, რომ ბოლომდე ამოვიდეთ და ეს დოკუმენტები მე კი არ გამომიგონებია. ეს არის საქართველოს ენერგეტიკის მოდით ეხლა მაყურებელს რა აინტერესებს. მოვისმინოთ და შემდეგ ის დოკუმენტი რაც არჩევნა, ეს არის საქართველოს ენერგეტიკის ეს არის ჰიდროლოგიური პოტენციალის შეფასება, სხვადასხვა არაფერი ალტერნატივებთან საერთო ნაშრომს არ აქვს. კიდე ახალ ტყუილს იძახის ახლა ბატონი დავით. აი აქ რა წერია იცი? მცირე და საშუალო სიმძლავრით საქართველოში აქ არის ყველა მდინარე დათვლილი. შესაძლებელი არის რომ იქნა საფიქსებული 37 მილიარდი ეს არის ჰიდროლოგიური შეფასება ეს არის ბატონ პროფესორ სოლომონიას დროს დაწყებული ნაშრომი და ის არის მირონ მაგიდა არ არის ინსტიტუტი და შენი სამინისტრო იყო მხოლოდ და მხოლოდ ის წრე რომელიც მუშაობდა ენერგეტიკის გასხვისებაზე და ეს ინსტიტუტი იკვლევდა ეგ კარგად დაიბადა ეხლა მაგისტრიდან თქვენ შეხება არ ქონია და მე მაგისტრიტუში გავიზარდე რო გაიზარდე უნდა გესწავლა რაღაცა და იქ მარტო ჯდომა კი არ იყო მარის და ძალიან ხო შეურაცხყოფით ბატონო მირონ ერთი წუთით რა ბატონო ძალიან ბატონო დავით მე ერთი წუთით ბატონო დავით გეხვეწებით რა ბატონო მირონ ძალიან გთხოვთ რა მე ის წამყვანი ვარ რომლის გადაცემაშიც გამორიცხულია ერთმანეთის შეურაცხყოფა. მე არავის არ ვაყენებ შეურაცხყოფას. როდესაც წინადადება დაწყებულია, მომეცით საშუალება რომ ის დავამთავრო. ბატონო მირონ, ძალიან გთხოვთ. ეხლა მოусმინოთ მაყურებელი რას გვეკითხება. იმიტომ რომ თქვენ ეხლა თქვენი აი ამ ასე ვთქვათ გამონათქვამით ძალიან დიდი ჭრილი მიაყენეთ ყველა იმ საინტერესო რამეს რაც ისაუბრეთ. ჭრილის მიყენება არის ის რომ პატივიეცით მაყურებელს არ არის სწორი და სამინისტრო ამტკიცებს რომ ნატო მაინტერესებს მაყურებელი რას გვეკითხება. ბატონ დავით მე მაპატიეთ რომ ჩემს გადაცემაში მოხდა ეს ყველაფერი იმიტომ რომ მე ამის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. ნატო რას გვეკითხება მაყურებელი? მოსახლეობა დაინტერესებულია ხაიშის მოსახლეობის მომავალი ბედით და მე ჩამოვთვლი რამდენიმე კითხვას ხუდონჰესის აშენების შემთხვევაში დასაქმდება თუ არა იქ ადგილობრივი მოსახლეობა მშენებლობის პროცესში და შემდეგ უკვე ექსპლუატაციის პერიოდში რას თავაზობს ინვესტორი იქ ცხოვრებ ადამიანებს რა პირობებში და სად უნდა იცხოვრონ რა ბედი ეწევა ეკლესიას და სასაფლაოს და თვლით თუ არა ბატონ დავით რომ პროტესტის ეს ერთ-ერთი ესეთი მიზეზი არის მოსახლეობის არასათანადო ინფორმირებულობა. დიახ, აი საინტერესო შეკითხვებია მაყურებლებისგან ბატონო მე თავიდანვე ვთქვი რომ კომუნიკაციის ნაკლებობას ვამბობ რომ ალბათ არის ეს იმიტომ რომ აქ შესაძლებელია უფრო მეტი დრო უნდა დაიხარჯოს, მაგრამ მიმოაჩინია კიდევ ერთხელ გავიმეორო ეს ხანგრძლივი პროცესია და ჩვენ ამ სამუშაოში ჩართული ვართ, მერწმუნეთ რომ ძალიან ბევრი რამ კეთდება ამ მიმართულებით. რაც შეეხება მშენებლობის პიკში, ამ ნაგებობის მშენებლობაზე იმუშავებს 4000 ადამიანი და ექსპლუატაციის პერიოდში იმუშავებს დაახლოებით 250 ადამიანი. მე შემიძლია გავაცხადო, კიდევ ერთხელ დავიმოწმე ბატონი ანზორ ჭითანავა და ძალიან კარგი აქ მე მახსოვს ენგურხესის მშენებლობის პერიოდში რამდენი ჩასული ადამიანი მუშაობდა, თქვათ, ენგურხესზე, რამდენი მუშაობდა კაშხლის ექსპლუატაციაზე, დღეს იქ არიან ადგილობრივები დასაქმებული და მე მთელი პასუხისმგებლობა ესენი არიან ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე ინჟინრები საქართველოში. ისინი ვინც კაშხლის ექსპლუატაციას ეწევა და ისინი ვინც დღეს საბერიოში, რეჩში ამ ჰიდროსადგურს უყლიან. იქ არის 100%-ით ადგილობრივი მოსახლე. ზუსტად ასევე იქნება ხუდონზეც. მერწმუნეთ რომ მშენებლობის პერიოდში მშენებლობას მართალია მშენებელი ინვესტორი დღეს ტრანსელექტრიკას ფლობელები მშენებლობები და უდიდესი სამშენებლო კომპანია, მაგრამ იმის გამო რომ ინტერესთა კონფლიქტია ამ შემთხვევაში გამოცხადებულია ტენდერი და ამ ტენდერში დასავლეთის ორი ყველაზე დიდი სამშენებლო კომპანია იღებს მონაწილეობას დასავლეთ ევროპის, ასევე ელექტრომექანიკურ მოწყობილობაზე. აქედან გამომდინარე ძირითადად 90%-მდე ადგილობრივი მოსახლეობა იქნება დასახლებული. ეს იქნება სვანეთს, ეს იქნება წალენჯიხას, ჯვარის რაიონი, სადაც უამრავი ადამიანი ცხოვრობს, რომელიც
ვთქვათ, იგივე ენგურხესის მშენებლობის პერიოდიდან აქვს ამის გამოცდილება, იქნება დაგეგმილია გადამზადება მუშა პერსონალის, რომელიც აუცილებელია, იმიტომ რომ უამრავი ახალი ტექნოლოგია არის დღეს დანერგილი და გადამზადების კურსები იქნება. მეცაც გეტყვით ახალგაზრდებისთვის და სასურველი არის სწორედ იმ კუთხიდან იყრეთ. იქნება ბაკალავრიატის კომპანია იღებს ამას თავზე, რომ 25 ახალგაზრდას სოფლის საუკეთესო საინჟინრო სკოლებში მოვამზადებთ. ეს იქნება ბაკალავრიატის ეტაპზე თუ შემდეგ მაგისტრატურაში. აქედან გამომდინარე, როგორც ენგურმა მიცა თავის დროზე უზარმაზარი ბიძგი საინჟინრო სკოლის განვითარება საქართველოში, ასევე მიცემს ეს ობიექტიც და რაც შეეხება თვითონ დასახლებას, მე კიდე ერთხელ ვამბობ, რომ კომპანიას აქვს სურვილი იმ რომ თუ მიიღება ესეთი გადაწყვეტილება და კომპაქტურად აშენების გადაწყვეტილება იქნება, სოფლის ჩვენ ავაშენებთ სუფთა ენერგეტიკული თვალსაზრისით ერთ-ერთ საუკეთესო სოფელს საქართველოში. მე მეცაც ვიტყვი და შემიძლია ვთქვა, რომ არსად ისეთი თანამედროვე ახალი აი სწორედ ენერგოეფექტური ტექნოლოგიები არ იქნება გამოყენებული როგორც იქ. ამას გარდა ინვესტორს აქვს მოგების 5%-ის მუდმივად გადახდა ყოველთვის, ყოველწლიურად 5%. ეს რამდენი მილიონი იმ ბენეფიტებზე არ მომბო, რაც ოფიციალურად გადაიხდება ადგილობრივ ბიუჯეტში. სვანეთის განვითარების ფონდში და ამასაც ჩაუდგებიან იმ კუთხის უწყინვალესი ადამიანები ამ ფონდის გამგეობაში იქნებიან და სწორედ მათი მეშვეობით იქნება სწორედ ეს თანხები ათვისებული. მე მინდა გავახსენო ხუდონი 88 წელს შეჩერდა ხუდონი 24000 იყო მე მახსოვს იმიტომ რომ იმ პერიოდში 24000-მდე იყო მოსახლეობა დღეს არის 14000-მდე უფრო ნაკლები განახევრებულია მე მუდმივად ვამბობ რომ მე მაქვს აი ეს მთიანი პროვინციას ალპების სამხრეთ ნაწილი უკაცრავად მაგრამ მაშინ რატო შემცირდა მაგის ხვანაირი მომენტი იყო 87-ში იყო ძალიან დიდი ერთი წუთი პირველი ეკომიგრანტები საქართველოში. მესმის დღეს მეცაც გეტყვით, იქ უამრავი ადგილია, რომლის დასახელება, რომელიც არის ძალიან საშიში ადგილებია. ეროზიის სპეციალისტებს რო ვკითხოთ და მაგრამ მე მაგას არ ვამბობ. სოციალური მდგომარეობა და ეკონომიკური მდგომარეობა. სოციალურიც არის გარემოს დაცვითი სიტუაცია, მე ზუსტად ვიდოდა. ეკონომიკური მდგომარეობა განსაზღვრავს ადამიანების დასაქმებას. თუ იქ არ იქნება კარგი ხელფასები, კარგი გზას რას უშვებით? გზა მოყვანი გზას მე გეტყვით რა ინიციატივითაც 15 კილომეტრი გზა უნდა დაიტბოროს. ინიციატივით ჩვენ ახალ გზას ვაკეთებთ ხალხთან და კიდე ერთ რამეს გეტყვით ეხლა სად არის ბატონო პროექტი არის გზის პროექტი არის გაკეთებული ნამდვილად შემიძლია წარმოგიდგენთ ეს უნდა იყოს გარემოს ზემოქმედების შეფასების ანგარიში ერთ სიტყვას ვიტყვი კიდე ერთხელ მარტო მარშრუტია მითითებული. ჩვენ ინიციატივით გამოვედით, კიდევ ერთი გზის მშენებლობის ინიციატივით არის ტრანსელექტრი გამოსული, ეს არის ლენტეხიდან გზის მშენებლობა. ნოსაც ვერ გადიხართ. ბატონო? რთული მონაკვეთია ძალიან. არა, გვირაბით გავდივარ და ჩვენ მივიღებთ ამაში მონაწილეობა სახელმწიფოს აქვს დამუშავებული, რაც მნიშვნელოვნად კოპირარიდან საათ ნახევარში მოხვდებით სწორედ სვანეთში. ბატონო, ერთი წუთით გავიგე. ეს არის უზარმაზარი რა. ამაზე უნდა გავიგეთ და შემდეგ განვაგრძობთ. ამ თემით გავაგრძელებთ, ზუსტად გზით გავაგრძელებთ, იმიტომ რომ სვანეთისთვის გზას ძალიან დიდი მნიშვნელობა. ჩვენ ჩავკეტავთ სვანეთს. რამდენიმე წუთი რეკლამა და შემდეგ კლავ სტუდიაში ბრუნდებით. რომელი გზა არის პროექტი? ეპიცენტრი კვლავ პირდაპირ ეთერშია და საკმაოდ ცხარე საუბარი გვაქვს ხუდონხესთან დაკავშირებით და ეს ბუნებრივიცაა, რადგანაც ამ დიდი პროექტის მშენებლობის საკითხი ჩვენი მოსახლეობის, ასე ვთქვათ, ვნებათა ღელვას იწვევს. თითქმის საათზე მეტია ვჯელობთ ჩვენ სტუდიაშიც და ვცდილობთ რომ თქვენ მოგაწოდოთ ყველანაირი ინფორმაცია. თუმცა ახლა მე სურს ორ ყოფილ მინისტრს, ენერგეტიკის ყოფილ მინისტრსა და გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის ყოფილ მინისტრ ქალბატონ ნინო ჩხუბაძესა და ბატონ დავით მურცხულავას ასეთი შეკითხვა დაუსვა. ეხლა რეკონსტრუქცია რომ მოვახდინოთ დაუშვათ წარსულის და თქვენ ისევ ენერგეტიკის მინისტრი იყო და თქვენ კვლავ ასე ვთქვათ არა ნუ აი თქვენ როგორ იქნებოდა თქვენი მიდგომა ამ ხუდონხესის მშენებლობასთან დაკავშირებით? მგონი მიდგომებს ჩვენ არ შევძლებდით. ბატონი აზორი და 1900 ძალიან ახალგაზრდა დავიწყე ენგურზე და ხუდონზე მუშაობ. მე არასდროს არ შემიცვლია პოზიცია ხუდონთან მიმართებაში. ადრეც და დღესაც ვთვლი და ქალბატონ ნინო მე ჩვენივად იცნობ დიდი ხანია ვიცნობ ერთმანეთს.
რომ ჩემი პოზიცია ყოველთვის რომ ხუდონი არის აუცილებელი. საქართველოს ენერგეტიკისთვის არის აუცილებელი ხუდონი. ქალბატონ ნინოს მეთანხმება რომ წყალსაცავის გაკეთება სვანეთში და ზენგურის ზედაწელში, ენგურჰესის ზედაწელში არის აუცილებელია. ჩვენ აუცილებელია. მე მარტივი გადაწყვეტილება კიდე ბატონ აზორს დავესაცხებ ერთ გადასავებში მამძანა რომ მე მინდა რომ მომავალი საქართველოს მოსახლეობა იყოს უფრო მდიდარი. მე მიმაჩნია პირადად მიმაჩნია რომ ჰიდროენერგეტიკის განვითარება ქმნის ქვეყანაში ჰიდროენერგეტიკის განვითარება ქმნის აი ეკონომიკის ინფრასტრუქტურას შეუწყობს ხელს საქართველოს მოქალაქეების ნებისმიერი ინვესტორი მე გეტყვით ეხლა საუბარი იყო რატო აძლევთ უცხოელებს უამრავი სემინარი იყო უცხოელებთან მონაწილეობით ჩვენთვის დღეს ინვესტიციების მოზიდვა არის უპირველესი ამოცანა ჩვენი ქვეყნისთვის რომ ჩვენ გამოვიდეთ იმ სიღარიბის მდგომარეობიდან საქართველოში ჰიდროენერგეტიკა დღეს ნამდვილად არის ყველაზე მოთხოვნადი საინვესტიციო ველი და უამრავი ადამიანი მოდის. მე შემიძლია სიამაყი ვთქვათ, რომ პირველად აი შეიძლება წარმოვადგინო, რომ თანამშრომლობ იმ კერძო ამერიკულ ფონდთან, რომელიც კერძო ამერიკული ფონდის შემოსვლა ქვეყანაში უდიდესი მნიშვნელობა, რომელიც მასაც ენერგეტიკის მასაც ჰიდროენერგეტიკაზეა საუბარი. კერძოდ სად? საქართველოში სხვადასხვა პროექტებში, ხო, ეს იქნება ფონდი, რომელიც შევა, დაეხმარება იმას და შემდეგ გარკვეული დროის შემდეგ გავა. ეს ფონდი და ყველა ინვესტორი აი თუ გადავხედათ უამრავ მოთხოვნას და ინვესტორების შემოსვლას სწორედ ის სფეროა ჰიდროენერგეტიკა სადაც ინვესტორები ძალიან მოდიან და დიდი პერსპექტივა აქვს ამას. ქალბატონ ნინო, თქვენ იგივე პოზიციაზე იქნებოდით და მოსთხოვდით ძალიან დაწვრილებით, ასე ვთქვათ, კვლევებს და დასაბუთებას. დავითმარო, მე ძალიან მკაცრი ვიყავი იმასთან დაკავშირებით, რომ გარემო პირობები არ უნდა შეცვლილიყო. მე უბრალოდ სანამ მაგას ვიტყოდი, კიდევ ერთხელ ერთ რამის დავამატებდი. გასხვავებით იმ პერიოდისა დღეს უკვე სხვა სიტუაცია და სხვა რეალობაა მსოფლიოში. გარემოს დაცვითი მოთხოვნები უფრო გამკაცრდა ვიდრე იყო. და თუ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშზე რა მოთხოვნებიც ჩვენ გვაქვს არასამთავრობო სექტორს დღეს იგივე იქნებოდა გარემოს დაცვის მინისტრის პოსტიდან გამომდინარე და იყო კიდევაც და გაგრძელდება. ოღონდ ერთი წუთი თუ შეიძლება მე თქვენ არ მომეც საშუალება მე ამას მინდა გავუსვა ხაზი. გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში არის განსხვავებული მიდგომა ვიდრე იყო საბჭოთა კავშირში როცა პროექტები კეთდებოდა. აქედან იქ უბრალოდ ეკოლოგია არ ისწავლება. გარემოს ზემოქმედების შეფასების ანგარიში უნდა მოიცავდეს არსებულ მდგომარეობას, უნდა მოიცავდეს სოციალურ ფაქტორს, უნდა მოიცავდეს ეკონომიკურ ნაწილს, ტექნიკური. არა, ბატონმა ანზორმა თქვა ის რაც იყო საბჭოთა პერიოდში, იქაც იყო, მაგრამ დღეს არის უფრო მკაცრად, უფრო დამატებითი და უფრო დეტალური. იმიტომ ვთხოვდი ბატონ დავითს, რომ დეტალური კვლევები უნდა იყოს დღეს მსოფლიოში ეს მიდგომებია. იმაში ვეთანხმები ბატონ დავითს, რომ ესეთივე უნდა იყოს ყველა ჰიდროენერგეტიკულ პროექტზე, სხვა ტიპის ენერგეტიკულ პროექტებზეც უნდა იყოს ასეთივე. არა, ხუდონზე რაც არის, აი ზუსტად ასეთივე მოთხოვნები უნდა იყოს უმკაცრესი მოთხოვნები. აქ ჩვენ გვაქვს ორი რაღაცის წინაშე ვდგავართ. რატომ არის სოციალური ფაქტორი ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოს ზემოქმედების შეფასების ანგარიში? რატომ არის მოთხოვნა ბატონო დავით, რომ იყოს ესეთი შეფასებები? იმიტომ რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის მაინც რჩება ადამიანი პირველ რიგში. რა თქმა უნდა. ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის რჩება ის პირობები, სადაც ეს ადამიანი ცხოვრობს და თუ იქ უკაცრიელი უდაბნო გახდა უდაბნო შეიძლება გახდეს იქაც კი სადაც საერთოდ არაფერი არ იქნება, იქაც კი ძალიან დიდი წყალი მოვა. ამიტომ აქედან გამომდინარე, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და პირველ რიგში ხეობისთვის უნდა ვიზრუნოთ. და წეხა ნამოხვანი ვახსენეთ ამ შესვენების დროს და კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს. საქართველოს სამწუხაროდ ყველა მთის ეკოსისტემა არის ძალზედ მოწყვლადი. ამიტომ მისი ხელისხლება და არასწორი ქმედებამ შეიძლება მთლიანად დაანგრიოს ის ფუძე, რაზეც ჩვენ ვდგავართ და თუ ისტორიას ჩაუღმავდებით, მოდით იმაზეც ვილაპარაკოთ. სად და როგორ გადაარჩინა ქართველებმა თავისთავი, ზუსტად მთამ გადაარჩინა და ეხლა ჩვენ უნდა მიუძღვათ მთას თავისი. გასაგებია, ქალბატონ ნინო, ქალბატონ თამარს ვთხოვ, მაპატიე, ბატონ ანზორს ვთხოვ, პასუხს კითხვაზე. ბატონო ანზორ, 80-იანი წლების დასასრულს რომ აშენებული იყო ხუდონჰესი. დღეს დაუშვათ საქართველოს უკეთეს ეკონომიკურ მდგომარეობაში იქნებოდა? რა თქმა უნდა. მე ამას ასეთნაირად უპასუხებდი ქალბატონ დოდო.
ესე იგი დღეს ძალიან ხშირად ისმის საზოგადოებაში რომ აი ზამთრის 4 თვე ხმარობთ ჩვენ ელექტროენერგიას და დანარჩენი იყიდება საზღვარგარეთ და ვიღაცის ჯიბეში მიდის ეს ფული. ეს არის მცდარი შეხედულება. იმიტომ რომ ენერგეტიკა თავისთავად არის წინსწრებით ტემპებით განვითარებისთვის მოწოდებული დარგი, რომელიც ყოველთვის უნდა უსწრებდეს ეკონომიკის სხვა მიმართულებების განვითარებას. ამიტომ როდესაც ხელშეკრულება ფორმდებოდა და 4 თვიანი გარანტია ჩაიწერა შემოდგომა ზამთრის თვეების სახით, ეს ის მოხმარების დონეა, რომელიც საქართველოს უახლოეს პერიოდში ჭირდება. თუ საქართველოს უახლოეს პერიოდში დაჭირდება 7 თვიანი მოხმარების დონე, 7 თვიანი მოხმარების დონე იქნება უზრუნველყოფილი. თუ 9 თვიანი, 9 თვიანი იქნება უზრუნველყოფილი. ესე იგი, ინვესტორი არავითარ შემთხვევაში ისეთ ხელშეკრულებას არ მოაწერს ხელს, სადაც მან წყალი უნდა დაღვაროს და ფული არ უნდა აიღოს. აი სწორედ ჩვენ ამაში გვაქვს გაუგებრობა და ეს უნდა უთხრათ ხალხს, რომ ეს იმიტომ კი არ არის გაკეთებული, რომ ინვესტორს ფულს ვაკეთებინებთ, არამედ იმიტომ, რომ ინვესტორმა უნდა ამოიღოს იქ დაბანდებული თავისი სახსრები და უნდა მიიღოს მოგება. ეს არის მთავარი მიზანი. მაგრამ მთავარი მაინც არის საქართველოს დაკმაყოფილება იმ დეფიციტურ პერიოდში, რასაც ქვია შემოდგომა ზამთრის დეფიციტი. აქედან გამომდინარე, როდესაც ხუდონი მექნებოდა მე და დღეს ხუდონი აშენებული იმოქმედებდა, ენგურის და ხუდონის ერთობლიობა რეჟიმულად საქართველოს ყველა გასაჭირიდან გამოიყვანდა. თქვენ მე არ ვიცი, მაშინ ჩვენ ვაშენებდით სახელმწიფოს, ჩვენ რო ვაშენებდით სახელმწიფოს იყო. და ჩემი ხუდონი ბატონო ერთი წუთი ხუდონი ჩვენია მაინც. ბატონო, ისა ქალბატონ ნინო, მაინტერესებს ბატონი ანზორის, დიახ, ბატონო ანზორ. ხუდონი ჩვენია, იმიტომ რომ არის გაუგებრობას აქ ადგილი. ესე იგი მართვა არის სახელმწიფოს ხელში. მე მრავალჯერ მithქვია, რომ განკარგავს ელექტროენერგიას სახელმწიფო ელექტროსისტემა და აქედან გამომდინარე რის საფუძველზე და კონსტიტუციის საფუძველზე და განაცხადის საფუძველზე განაცხადის საფუძველზე თურქეთში უნდა გაატაროს ასიმილკავატი ერთს ვერ მოაწყალს არ დაღვაროს ბატონო წყალი მან გარიგრება ერთი წუთი ძალიან მნიშვნელოვანია ბატონო ანზორ მოდით ბატონ დავით ვკითხოთ რა არის ამასთან დაკავშირებით ბატონო გოლდო იქნება ჩვენ მოგცეთ საშუალება რომ ერთი სიტყვა მაინც 90% ბატონო მირონ მოგცეთ 85 ხელშეკრულებები დღეს გენერაციიდან ენერგიის შესყიდვებით არის პირდაპირ ხელშეკრულებები. ხოლოდ 10-15%-ში იძლევა გარანტიას და ესკო ყიდულობს. სწორედ აი ამ პროცედურებით არის 10%-ის გარანტიას იძლევა შესყიდვის სწორედ ესკო. რაც ამ ხელშეკრულებაში დანარჩენი არავის არ აუგზავნოს პირდაპირ მომხმარებელს რომ ხუდონთან გააფორმონ ხელშეკრულება და შეისყიდონ დანარჩენი ელექტროენერგია იმ საბაზრო ფასით რაც იქნება იმ პერიოდში დაფიქსირებული. ეს არის ჩვენი საბაზრო წესებით, კანონმდებლობით ესეა განსაზღვრული. შედით ესკოს საიტზე, ვისაც აინტერესებს, ნახეთ, ესკო ყიდულობს მხოლოდ 15%-მდე. დანარჩენი ყველაფერი დარეგულირებულია მომხმარებელს შორის პირდაპირ ხელშეკრულებით. ენგურთან დებენ პირდაპირ ხელშეკრულებას, ჟინვალთან დებენ პირდაპირ ხელშეკრულებას, ნებისმიერ ხესთან იდება პირდაპირ ხელშეკრულება. თბოსადგურებთან დებენ პირდაპირ ხელშეკრულებას. ესკო სისტემის კომერციული ოპერატორი მონაწილეობს მხოლოდ 15%-მდე შესყიდვებში. აი ეს არის ბატონო მირონ დანარჩენი იქნება პირდაპირ ხელშეკრულება. გასაგებია ბატონო მირონ თქვენ ბატონო მირონ აი ბატონმა დავითმა თქვა და დაასაბუთა რომ ელემენტარულად კონსტიტუცია არის იმის გარანტი რომ ეს ხუდონხესი იქნება ქვეყნის სამსახურში. თქვენ იზიარებთ ამ შეხედულებას. თუ არ იზიარებთ, კატეგორიულად არა. პირველ რიგში ქალბატონო დოდა მე დღეს უმძიმესი დღე მაქვს. 35 წლის ბიჭი ჩავდევით ხაიშის, იმ ხაიშის, სადაც გადაასახლეს საბჭოთა პერიოდში, ჩემი ძმისშვილი და მთელი ის მოსახლეობა უკვე იყრება დღეს და მიდის სვანეთში. უკან ბრუნდებიან. არა თუ იქიდან გამოასახლებენ, უკან ბრუნდებიან. ამიტომ მომიტევოს მაყურებელმას და თქვენს. ეხლა მომეცით საშუალება რამენაირად ნორმალურად დიალოგი თავხსნა. კი ბატონო. პირველ რიგში კატეგორიულად გრძალავს კონსტიტუციის მესამე მუხლი საქართველოს ენერგეტიკის გასხვისებას. კერძოდ, რას ითვალისწინებს? ციტირებას ვახდენ. მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს უმაღლეს ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას განეკუთვნება ერთიანი ენერგეტიკული სისტემა და რეჟიმები. ერთიანი ენერგეტიკა მოიცავს ელექტროსადგურებს, ქვესადგურებს, გადაცემის ხაზებს და გამანაწილებელ ქსელებს. აქედან გამომდინარე,
თუნდაც 51%, ანუ აქციების, ანუ საკონტროლო პაკეტი თუ არ იქნება სახელმწიფოს ხელში, ნებისმიერი ხელისუფლება და უკვე დარღვეული არის კიდევ არ ღვევს ამ კონსტიტუციის მესამე მოხს. ეს პირველად დაიწყო შევარდნაძემ, გააგრძელა სააკაშვილმა, მისმა გუნდმა და დღესაც გრძელდება იგივე. ეხლა რასთან გვაქვს ჩვენ საქმე? იმ შემთხვევაში, თუ ეს გესი აშენდება, ხელშეკრულებაში უწერიათ, რომ გამომუშავება იქნება 1.5 მილიარდი, საშუალოდ უწერიათ 150 მილიონი ლარის წლიური მოგება. ეხლა აკეთებენ დიდ აქცენტს იმაზე, რომ თითქოს საქართველოში და სვანეთში განსაკუთრებით დარჩება ბიუჯეტში დიდი მოგება. აქაც ატყუებენ და რატომ? ელექტროსადგური იხდის მხოლოდ და მხოლოდ სამი სახის გადასახადს. პირველი ეს არის DGG, რომლისგანაც განთავისუფლებული იქნება, იმიტომ რომ იმპორტი, ექსპორტი განთავისუფლებულია. მეორე ეს არის მოგების გადასახადი, რომელსაც ვიდრე მოგებაზე არ გადავადა, ეს არის დაახლოებით 15-20 წლის განმავლობაში არაფერს არ გადაიხდის და ამის მაგალითი ჩვენ თელასი გვაქვაგერ და მესამე არის ქონების გადასახადი, რომელიც არის 1%. ეხლა რისი არის ეს 1%? ეს არის ქონება შედგება მოწყობილობა დანადგარებისაგან, შენობებისაგან და ასე შემდეგ და არა სამშენებლო ღირებულებისაგან. ექსკავატორები და ისინი რო გაიტანს ის მშენებელი, ის იმ ქონებაში არ შედის. ეს არის უმცირესი. მაგალითისათვის გეტყვით, ჟინვალის მშენებლობა თავიდან ბოლომდე 300 მილიონი დაახლოებით 300 მილიონი დაждდა. დღეს ანუ ცვეთა რო განიცადა და ქონების მისი დასახადი ანგარიშება მხოლოდ და მხოლოდ 12 მილიონიდან. ანუ იხდის მხოლოდ და მხოლოდ 120.000. ანალოგიურად იქნება ეს კანონი არის ასეთი. ასე რომ მოტყუება არის ის რომ აი აშენდება სვანეთი და აშენდება საქართველო. არა. მეორე საკითხი ახლა. ბოლოს და ბოლოს გვაქვს თუ არა ნება კეთილი საქართველოში ჯერ ხელისუფლების მხრიდან, მერე იმ დამკვეთების მხრიდან, ეგრეთ წოდებული ინვესტორების მხრიდან, რომ ქართველმა ენერგეტიკოსებმა იაზროვნონ და აქ იყო ლაპარაკი დასაქმებაზე. რომელ დასაქმებაზეა ლაპარაკი ჯერ ხელისუფლების მხრიდან, როდესაც 30,000 ენერგეტიკოსიდან 5,000 გადარჩენილი. რომელ სვანეთის დასაქმებაზეა ლაპარაკი 38 ენერგეტიკოსი ვიყავით სვანეთიდან და ბოლო მე გამომიშვეს, როგორც კი დაიწყო ხუდონგესთან დაკავშირებით საუბრები. 4 კითხვა დაუსვიდა, როდესაც 19 რიცხვი ჩაატარეს პრეზენტაცია სექტემბერზეა ლაპარაკი და ვიდრე სამსახურში მივედი, მანამდე ელოშვილმა უკვე გასაბრძანება, რომ მე ყოველგვარი მიზეზის გარეშე სამსახურიდან გავეშვე და გააკეთეს კიდევაც. არჩივი ვარ მე ჩემ პიროვნულზე, ამაზე არ არის ლაპარაკი. თუ იმათ უნდა სვანების დასახლება, მაშინ ისინი აპირებენ გაზაფხულზე მშენებლობის დაწყებას. დღეს ის ძველი მეთოდი მშენებლობა არ მიდის. ბარი და ლაფათქა არავის არ ჭირდება. დღეს არის ტექნიკა, იმ ტექნიკას სწავლება ჭირდება. უკვე კურსები უნდა ქონოდათ გახსნილი, მაგრამ არაფერი ამდაგვარი არ არის. ისე როგორც თურქები აკეთებენ, ჯერ მიიღეს აჭარელები და მერე გამოყარეს იქიდან სამწუხაროდ და იქაც ბევრი სადავო გვაქვს. ამდენად ესეც არის არასწორი ინფორმაცია. ეხლა გადავიდეთ ბოლოს და ბოლოს სანამდე უნდა ვიჩხუბოთ ერთმანეთში. ჩვენ ვამბობთ, რომ არაფერი საჩხუბარი არ არის. ენგურის ხეობაში იმ შემთხვევაში, თუ კი იქნება საქართველოსთვის სასარგებლო და იმ კუთხისთვის სასარგებლო, შესაძლებელია არა 700, არამედ გაცილებით უფრო მეტი სიმძლავრის მიღება და არა 1.5 მილიარდი კილოვატ-საათის, არამედ 5 მილიარდ კილოვატ-საათის მიღება. თუ ეს არ არის რეალობა, მაშინ ეს ინსტიტუტები მე რომელიც აქ მოვიტანე დოკუმენტების სახით, ისინი ტყუიან და ისინი უნდა გავასამართლოთ, მაგრამ ჯერ ამ ინსტიტუტებს სოფლიოში დიდი ავტორიტეტი გააჩნიათ ჯერ კიდევ. ამდენად ახლა ჩვენ რასთან გვაქვს საქმე? იქ არის დაფიცებული ხალხი, ანუ ადგილობრივი მოსახლეობა მივიდა იმ უკიდურესობამდე, რომ მიეღო ფიცი. თქვენ მაპატიეთ რა ბარის მოსახლეობას. იქნება ჯერ არა გაქვს ფსიქოლოგიურად გათვლილი რას ნიშნავს ფიცის დადება. ეგ არის ის რომ აი ჩემ ადგილზე რო შენ იდგეო. მე ახლა ბატონ დავითის ბინაში ან ბატონი ანზორის ბინაში შევიყვანო პოლიცია და გამოვასახლო. ვიქნები თუ არა მართალი. ანალოგიურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. თუნდაც მე შევპირდე იმას ოქროს კოშკებს. ამის მაგალითი გვაქვს ხაიში, რომელიც მე ვახსენე. წაართვეთ ერთადერთი მიწა მისცეს და აუშენეს სახლები. იმ მიწიდან გაუყიდეს მთლიანად ყველაფერი ინდოელებზე, ირანელებზე, თურქებზე და ადგილობრივ ქართველ ეგრეთ წოდებულ ბიზნესმენებზე. საქონელი ყავდათ იმათ. სვანი კაცი ახლა მიწაზე რა უნდა აკეთოს თუ საქონელი არ ეყოლება.
მოწამლეს ბალახი იმ ეგრეთ წოდებულმა ინვესტორებმა დაუხოცეს მთლიანად საქონელი. დღეს არიან ისინი უკიდურეს მდგომარეობაში. აქედან გამომდინარე დღეს ლაპარაკი იმაზე რომ ეს პროექტი განხორციელდება უკვე ზედმეტია. აქ არის სამწუხაროდ, ჩემ და სამწუხაროდ საქართველოში ძალიან ცოტა არის ნეიტრალური გადაცემები. აქედან გამომდინარე ინვესტორი ყველაფერს აკეთებს იმისათვის რომ რამენაირად აზრი შეაცვლებინა საზოგადოებას და ამის მაგალითი არის დაქირავებული ყავს რამოდენიმე პიროვნებები რომლებიც ჩემზე ქალბატონ ნინოზე იმ ხაიშელებზე წერენ პასკვილებს აგერამ აქ მე დისერტაცია და მეუბნებიანო შენო მაშინო სხვას ლაპარაკობდიო და ეხლა სხვას ლაპარაკობდო აგერამ აქ მეცხრილი სადაც წერია რომ იგივე ხუდონზე შეიძლება ხუდონი არ არის ხუდონი არის მხოლოდ იქ სადაც 32 კილომეტრის ქვევით არის იქ არის შესაძლებელი 500-600 მეგავატიანი მშვენიერი სადგურის გაკეთება ეს ჯერ კიდე გიდროპროექტს თავის დროზე ქონდა გაესის სახით დაპროექტებული მეორე არის ზევით ტობართან კაშხლის შემცირების შემთხვევაში არც ერთი მოსახლე არ გადასახლდება და მესამე არის თვითონ ნამუშევარ წყალზე სადაც აი ბატონ დავითმა ერთი რაც კარგი თქვა და ბატონ ანზორმა რომ იქ უნდა მოხდეს იმის აღდგენა მიწისქვეშ რაც არის დანგრეული აი ეს აღდგება და იქიდან ნამუშევარი წყალი ყოველგვარი კაშხლის გარეშე სანამ შევაინგურის წყალსაცავში 80 მეგავატიანი მშვენიერი სადგური კეთდება გასაგებია ბატონო მირონ მე ჩემს დაპირებას ერთი წუთით ბატონო მირონ მე დაგპირდი და ჩვენ ალტერნატიულ პროექტებზე აუცილებლად გავაკეთებთ გადაცემას ეხლა ბატონ დავითს დაპირება მე იქნება ეხლა ბატონ დავითს მივცეთ იმის საშუალება რომ გვითხრას ის არგუმენტები რომლებიც მოიყვანა ბატონმა მირონმა თქვენ გაქვთ დაუშვათ საპასუხოდ რამე და შესაძლებელია თუ არა მოსახლეობის მართლაც მოსახლეობასთან დიალოგში შესვლა იმიტომ რომ ხარჯზე დაფიცება ბუნებრივია ეხლა კიდევ ერთხელ ვამბობ ეს არის ხანგრძლივი პროცესი დიახ ყველა მოსახლემ საქართველოში ეს ექნება ანზორ ჭიტანოვა, დავით მირცხულავა, მირონ ფირცხელიანი ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ ვართ სახელმწიფო და სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე ბუნებრივია რაღაც გადაწყვეტილების უნდა მივიღოთ. თუ ეს სტრატეგიულად ჩვენ ქვეყანას სჭირდება, ეს უნდა მივიღოთ. მასე თუ კიდევ ერთხელ გავიხსენებ, რომ არის მოიძებნება კომუნიკაცია ადგილობრივ მოსახლეობასთან. მე ამაში დარწმუნებული ვარ. მთელ სვანეთთან მოიძებნება კომუნიკაცია. ხოლო ამ შემთხვევაში ბატონო დავით, თუ იქნება გათვალისწინებული ის, რომ იქ ხეობა არ დაინგრევა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სვანეთი დარჩება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გზაც გაკეთდება, ყველაფერი ისე გაკეთდება, რომ ეს არ იქნება პრობლემატური შემდეგ სვანეთის ენგურის ხეობისთვის. მოდი ვთქვათ ესე, სვანეთისთვის არა, ენგურის ხეობისთვის. ენგურის ხეობისთვის გაკეთდება ყველაფერი, რო არ გაკეთეს ეს ნაგებობა, მე მაშინ იქიდან უსაფრთხოების თვალსაზრისით. თუ იქ მშენებლობა არ წავიდა, იქ შეიძლება ისეთი კატასტროფები მოხდეს, რომელიც ჩვენურად იცით თქვენ ქალბატონინო. მე რაც ვიცი ერთი ნაწილია. მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ თუ ავედით იმ იმაზე და ზუსტად იმ სტანდარტებს ვიყენებთ. კიდე სხვა რაღაცები. ხო, ძალიან ბევრი რაღაცა ვიცი მეც ზუსტად და მანდავარ სწორედ რომ ჩვენი გარანტია, მშენებლობის გარანტია და ის რომ ყველაფერი უნდა იყოს საუკეთესო, სოფლიოს საუკეთესო სტანდარტებით გაკეთებული. გეთახმებ, მაგრამ ერთი რამე მაინტერესებს. რა პრობლემაა? რატო უნდა ვიხილავდეთ ამას ჩვენ მხოლოდ პირდაპირ ეთერებში და რატო არ მობრძანდებით ხოლმე და რატო არ საუბრობთ ამას? დაგიძახეთ ბატონო დეკემბერში, 6 დეკემბერს თქვენ დაპატიჟებული იყავით ტრანსელექტრიკა და არ მობრძანდით შეხვედრას. მე გავხდით ჩეხეთში. თბილისში არ ყოფილვარ და მე რომ ვერ ჩვენ კომპანია დავპატიჟეთ. კიდევ ერთხელ დაგპატიჟეთ ბატონო დავით. ბატონო ნინო დაპატიჟეთ კიდევ ერთხელ ეხლა ვნახოთ მაყურებელი რას გვეკითხება. ნატო თუ შეიძლება დააჯამე და ძირითადი შეკითხვა, იმიტომ რომ ჩვენი დრო ამოიწურა. ძალიან ბევრი კითხვა ტაძართან დაკავშირებით. ერთი წუთით ნახოთ ბატონ დავით, ნახოთ მაყურებელი რას გვეკითხება. დიახ. მე არ შემიძლია არ დავსვე ეს კითხვა კიდე ერთხელ. ძალიან ბევრი კითხვა მოვიდა ტაძართან დაკავშირებით, რას უპირებენ ტაძარს კაშხლის აშენების შემთხვევაში. რა გეგმებია? არსებობს ვარაუდი, რომ ტრანსელექტრიკსა და სახელმწიფო შორის დადებული ხელშეკრულება კაბალურია და ქვეყანას დიდ სარგებელს არ მოუტანს. თქვენი პროექტი მთლიანად ინვესტორის ინტერესებზეა მორგებული, ესეც არაერთხელ არის ეს კითხვა დასმული და შესწავლილია თუ არა რა გავლენას მოახდენს ჰესის მშენებლობაზე ადგილობრივ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე. აი ამაზე ვუპასუხოთ და დავამთავროთ. დიახ, მე მგონი ამაზე მთელი გადაცემია ლაპარაკობთ. კაბალური ხელშეკრულებაზე ნამდვილად ვერ დავეთანხმებ, რომ კაბალური იყო, იმიტომ ანალოგიური ხელშეკრულებებია.
და რამდენიმე თვე იყო მორატორიუმი გამოცხადებული, არასამთავრობო ორგანიზაციები სამინისტროსთან ერთად მუშაობდნენ და შენიშნები სწორედ ხო შეიძლება ესე იმაში რა ქვია ინტერაქტიული მე ნამდვილად არ ბოლომდე არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნები მაინც არ იყო გათვალისწინებული. იყო რაღაცა ცვლილებები იყო და მოდი დავიწყოთ იქიდან რომ 2011 წლის დადებული ხელშეკრულება ნამდვილად იყო კაბალური. რომელი წლის? 2011 წელს. 2011 საქართველოს უკაცრავად ბატონო დავით. ამიტომ მე გეუბნები ის ხელშეკრულება 2011 წლის დადებული ხელშეკრულება ნამდვილად იყო ძალიან კაბალური. ეხლა შედარებით შერბილებული, მაგრამ ისევ პრობლემატური. ერთი წუთი შეიძლება თქვა სხვა ხელშეკრულებებს იცნობთ, რომელიც ვიცნობ ბატონო დავით. ანალოგიური ხელშეკრულება ყველა ხელშეკრულება. ანალოგიური პრობლემებია ყველა დანარჩენ. მე არ ვთვლი რომ ეს ხელშეკრულებები იყოს კაბალური. მე ჩემ აზრს მოგახსენებთ რომ არ ვთვლი, იმიტომ რომ არ შეიძლება რომელიმე ჰეს კონდეს განსაკუთრებული ხელშეკრულება, ამ შემთხვევაში ხუდონს განსაკუთრებული ხელშეკრულება აქვს, იმიტომ რომ 3 თვეზე მეტი მოთხოვნა 4 ხვიანი არსად არ არის, აქ არის მარტო ეს დაფიქსირებული და პირადად ჩემი აზრით უგნებავთ, მე არ მიმაჩნია და თუ არის რაიმე კაბალური, ეს შეგიძლია ჩამოყალიბოთ. ევროპისკენ მივდივართ, საერთოდ თქვენ ჩემზე კარგად იცით, რომ საერთოდ არ უნდა არსებობდეს არც ერთი ხელშეკრულებები და უნდა იყოს კანონმდებლობა, რომელიც ამას არეგულირებს. თუ ევროპისკენ მივდივართ, ნებისმიერი გენერაციის წყარო არის კონკურენტულ გარემოში და მისი საქმეა და ის გადის. უნდა იყოს დადგენილი კანონმდებლობით. ბუნებრივი რეგულაციები, მაგრამ საბაზრო ფასებით გაყიდის ის ელექტროენერგიას. არ უნდა იყოს მაშინ ფიქსირებული. ბატონო დავით, იცით რას გეტყვით? უკაცრავად, მაგრამ როცა არის საუბარი ზოგადი მიდგომებზე, რომელიც არ არის, მე გეთანხმებით, რომ დანარჩენი ხელშეკრულებებიც არ არის, მანდა მაინც კარგი. არცეთი არ არის. ბატონო, კარგად ვიცნობ ამ ხელშეკრულებას. მაყურებლის შეკითხვა, რას ყველა ისინი არის მიმართული საკითხი. ბატონო, ეს უკვე კომპანიის სახელი შემიძლია და იგივე, თქვა ენერგეტიკის სამინისტროს ამ საკითხში ჩვენი ყველასი კითხვა იქნება დასმული საქართველოს საპატრიარქოზე და მისი გადაწყვეტილება იქნება ჩვენთვის განსაზღვრელი. კულტურული მემკვიდრეობა. ესეთი კვლევა ჩაატარეს და ჩაატარებულია ნამდვილად ეხლა კიდევ ერთხელ ვამბობ რომ მე არა ვარ ამის სპეციალისტი როგორც ბიომრავალფეროვნებაზე. მე მაგალითად გეოლოგიაზე, უსაფრთხოებაზე თქვა ნაგებობების საიმედოობაზე, ენერგეტიკულ შემილია, მაგრამ კულტურმეკვეთად გააკეთეს კვალიფიციურმა სპეციალისტებმა ესა და ჩაბარებულია კულტურის სამინისტროს რამდენიმე თვეში და არის ეს ნაშრომი არსებობს. რაც შეეხება ტაძარზე, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არის საპატრიარქოს გადაწყვეტილება, თუმცა ჩვენ შევისწავლეთ მართლმადიდებულ საბერძნეთში ამ ტიპის ნაგებობებზე როგორ შეიძლება მისი, თქვათ, გადატანა. და ისე რომ არ მოხდეს საერთოდ არავითარი ზიანი არ მიადგეს, არავითარი ბზარი არ გასცეს, ამის ტექნოლოგიები არსებობს და ჩვენ ეს კარგად გვაქვს შესწავლილი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ აქ ძირითადი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს საქართველოს საპატრიარქო. და მის გადაწყვეტილებას დიდი მადლობა. მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი ბატონო მირონ ჩვენი დრო ამოიწურა და ბატონო მირონ ძალიან გადავაჭარბეთ, მე გითხარი რომ ნახევარი წუთი მაშინ. ძალიან გითხოთ. ეხლა რა შეასახმეთ ცით ხალხო? ბოლოს და ბოლოს თქვენთვის არ უნდა იყოს საინტერესო რომ რაღაც შედეგით დავამთავროთ. ბატონო მირონ მე ხომ გითხარით რომ ხალბატონო განვაგრძობთ. აი ახლა ბატონმა დავითმა ბრძანა რომ აი საპატრიარქო დღემდე თუ ჩვენ გადავრჩით საქართველოს, ეს არის საპატრიარქოსი და უშუალოდ უწმინდესის აი ყოველდღიური ლოცვის შედეგი. თუ იმეს ეს არ ჯერა, ეს უკვე რწმენა ურწმუნოებასთან არის დაკავშირებული. უწმინდესი ყოველ წამწუთს რომ იტყვიან აი მუდმივად არის კონტაქტში იმ მეუფესთან, რომელიც იქ არის, ეს არის მეუფე ილარიონი. რომელმაც უდიდესი საქმე გააკეთა და იმ მოძღვარმა, რომელიც იქ არის მოძღვრებმა, რომ ხალხი ერთმანეთს არ დაპირისპირებოდა, რომელიც სპეციალურად იყო გაკეთებული იმისათვის აქედან დაგეგმილი თბილისიდან და ეს უნდა დამთავრდეს. ჩვენც ვეთანხმებით. იმ შემთხვევაში, თუ კი კულტურული მემკვიდრეობა არაფერს არ ნიშნავს, ერთ მაგალითს გეტყვით. იმ პროექტით, რომელიც ტრანსელექტრიკამ მიმდინარე წელს, ანუ გასულ წელს გააკეთა, გაიღო მინიმუმი თანხა, გაითხარა 10 კვადრატული მეტრი, მეტრ ნახევარზე. აღმოჩენილი იქნა ჩვენ წელთაღრიცხვამდე მე-6 საუკუნის ქვაში ჩაშენებული კვერცხი, რომელიც ანალოგი მსოფლიოში არ მოეპოვება, ეს არის ნაყოფიერების ღვთაებისადმი შესაწირი. ეს არის კოლხეთის პირდაპირი მინიშნება, რომ ეს კულტურაა.
ეს არის ერთი პატარა წერტილი, დანარჩენი არის შეუსწავლელი. აქედან გამომდინარე, ის ფაქტი, რომ თითქოს მან უკვე ფული დახარჯა და შეისწავლა, არ არის სწორი. კიდე ერთს გეტყვით ახლა. ჩვენ უნდა ვიხემწვანელოთ კანონებით. კანონთან მიმართებაში გვაქვს ჩვენ გარღვევა. და რას გეტყვით ახლა? ბატონო მირონ, ამაზია მივიდივარ ჩვენ ქუთაისში. გასაგებია ბატონო მირონ, ჩვენ ამაზე საუბრობთ მთელი გადაცემა. ხალბატონო დოდო, ერთი წუთი, ერთ განცხადებას ვაკეთებ. 18-ში ვიკრიბებით ჩვენ პარლამენტთან ქუთაისში, სადაც კონსტიტუციის მესამე მუხლის მოთხოვნას და ორგანული კანონების დარღვევაზე გვექნება ძირითადი კითხვები. თუ ისინი ჩვენ დაგვარწმუნებენ, ჩვენ ხმას არ გავიღებთ, მაგრამ მაშინ ჯერ კონსტიტუცია უნდა შეცვალონ და ორგანული კანონი. ხაიში ეგესი არ აშენდება და ის მოსახლეობა, რომელიც იქ არის, ტყუილად მოაწვალებთ და მალე დაიწყება სასამართლო პროცესები, სადაც ყველა იმ ჩინოვნიკს, ყველა იმ ორგანიზაციას, ვინც 28 წლის განმავლობაში სვანეთის მოსახლეობა გადასახდელი გაუხდება და პასუხისმგებლობა დადგება. გასაგებია ბატონო მირონ, სანამ სასამართლო არ ჩატარდება, ამას რა ქვია, განაჩენს ნუ გამოვიტანთ ჩვენს გადაცემაში. ჩვენი გადაცემის მიზანი, ბატონო მირონ, ჩვენი გადაცემის მიზანი იყო ამ საკითხზე საუბრის დაწყება მეორე არხის, ასე ვთქვათ, სტუდიაში. ჩვენ ამ საკითხს ბევრჯერ დაუბრუნდებით, რადგანაც მიგვაჩნია, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა. ქართული ენერგეტიკა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის საქართველოს მოქალაქეები. ჩვენ განვაგრძობთ ამ საკითხზე საუბარს და გაძლევთ, ასე ვთქვათ, დაპირებას, რომ ყველა ინფორმაცია, რომელიც ჩვენს ხელთ იქნება, თქვენთვის იქნება გასაჯაროვებული. ვიტოვებ იმედს, რომ ჩვენი დღევანდელი სტუმრები კიდევ გვეწვევიან და ჩვენ მივალთ იმ დასკვნამდე, რაც იქნება სასიკეთო ჩვენი ქვეყნისთვის. მე კი შეგახსენებთ, რომ დღეს ჩვენი გადაცემის სტუმრები იყვნენ გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტის უფროსი თამარ შარაშიძე, რომელიც გვერდთვებოდა გადაცემის განმავლობაში. ხუდონხესის პირველი პროექტის ავტორი ანზურ ჭითანავა, ჰესის დღევანდელი მშენებელი კომპანია ტრანს ელექტრიკას ტექნიკური ხელმძღვანელი დავით მირცხულავა, ექსპერტი ენერგეტიკის საკითხებში მირონ ფირცხალანი და ექსპერტი ეკოლოგიის საკითხებში კაპიტანი ნინო ჩხობაძე. გემშვიდობებით მომავალ შაბათამდე.